სალამი მეგობრებო. ეთერშია გადაცემა ცოდნის არქეოლოგია. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს გთავაზობთ გიორგი ახალკაციშვილს. გიორგი, მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ და ძალიან საინტერესო თემა გვაქვს ჩვენ, ჩაფიქრებული, სერია გვაქვს ჩაფიქრებული მეგობრებო. რომელიც მოგვითხრობს ყველაზე დრამატულ ეპოქას საქართველოს ისტორიაში, რომელიც ხსნის ალბათ ჩვენს ჭირნახულ ისტორიას, ოქროს ხანიდან ჩვენს დაცემას, მაგრამ თანამედროვე დროს გადარჩენას. და აი ამ ურთულეს ეპოქას, რომელსაც დავყოფთ სერიებად, დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ჩვენი ჭირნახული ისტორიის ყველაზე საკვანძო მოვლენას, საკვანძო ისტორიას. ეს არის თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში. გიორგი, მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ, მოგესალმებით. მოგესალმებით, მეც მიხარია თქვენთან სტუმრობა, ძალიან კარგი საუბრები გაქვთ, თუ გადავინებთ თვალს და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო სტუმრები ყავდათ, იმდენი საინტერესო რომ მოვისმინეთ, რა ვიცი, მე შევეცდები რომ ერთი აგური დავდო თქვენს აი ამ შემეცნებით გარემოში, საჩუქრით მოვედი, გადმოგცემთ, ეს არის ჩემი სტატიების კრებული, რომელიც ახლახანს გამოვეცი. აქ არის სტატიები ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს შუა საუკუნეების პერიოდზე. სხვათა შორის ერთ-ერთი სტატია არის ზუსტად იმ თემაზეც, რაზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, ეს არის თემურლენგს შეეხება, განსაკუთრებით აი მის ურთიერთობებს მამლუქთა სასულთნოსთან, რომელიც არის ასე ვთქვათ ერთ-ერთი გაურკვეველი თემა აი ამ შუა საუკუნეების ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში და რა ვიცი, მართლა ძალიან ისეთი ახლობელი თემაა ჩემთვის და მიხარია რომ სამწუხაროდ მძიმე თემაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ რა ვქნათ, გამოვიარეთ რაც მთავარია და ეს ზუსტად აი მეფეებმა გადაგვატანინეს, რომელზეც დღეს გვექნება ზუსტად საუბარი. დიახ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, გამომდინარე იქიდან ჩვენ არ გვაქვს ჩაფიქრებული, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კომენტარი თანამედროვე ეპოქაზე, მაგრამ ამ თანამედროვე ეპოქაში ძალიან აქტუალური გახდა ცნება აპაუმიგინდათ, ხო და მოდი აბა ისტორიაში ჩავიხედოთ. აი ზუსტად თემურლენგის პერიოდს ეგ ყველაზე მეტად უხდება, იმიტომ რომ აი ბოლო პერიოდში ხშირად გამიგია აი გიორგი მეშვიდის და ბაგრატ მეხუთის მიმართ, რომ აი გააწყვეტინეს ნახევარი საქართველო, ხო დათანხმებოდნენ იმ პირობებს, რომელსაც თემურის თავაზობდა, იყო ესეთი შემთხვევა სხვათა შორის, აი ზოგიერთი თავის თავს ექსპერტს რო ეძახის ასეთი ადამიანისგანაც გავიგით ეს კომენტარი, პირდაპირ გალანძღა გიორგი მეშვიდე, რომ ეს როგორ ხაბედა რო რაღაცა ის მე მგონი ახირებულიც კი უწოდა, როგორ გაბედა ამ ხელა ძალასთან შეტაკება და ეხლა საქართველოს ისტორიას რო გადავხედოთ, ხო ძირითადად ჩვენ გვიწევდა, ნუ ეხლა გაზვიადებულად არ ვიტყვი, როგორც ამბობენ ხოლმე ხა 100 ჯერ და 200, მაგრამ 2-ჯერ, 3-ჯერ დიდ ძალებთან მაინც გვიწევდა ხოლმე რასაკვირველია შეტაკება და აი ეს მე-14, მე-15 საუკუნეების სწორედ ამის დასტურია, რომ ის იქ რო არ მომხდარიყო, რაც მოხდა იმ ეპოქაში, ხო ალბათ საქართველოს რა ვიცი, რა ბედი ეწეოდა, სხვანაირად იქნებოდა. დიახ. და მე აკვეთან იმასაც ვიტყოდი, ახლა ეს ზოგადი ასე თქო სურათი რო აღწეროთ, რომ ეს არ არის პატარა საქართველოს ისტორია. აქედან გამომდინარე არის შეცდომითი ანალიზები, რომლებსაც გქონიათ, რომ მაგრამ როგორ და რატომ მერე როგორ მოხდა, ნუ პოსტფაქტუმ მერე დამარტივია ახლა ეს საუბარი, მაგრამ ეს დიდი საქართველოს წინააღმდეგობა დიდ ძალასთან ცხადია სურათს აფუჭებს რუსუდან მეფის მხდალი და არაორგანიზებული მეფობა, რომელმაც შექმნა ესეთი ვითარება, რომ აი მონღოლებს როგორ ვერ დაუპირისპირდებოდით, მაგრამ ისტორიული სინამდვილე ესეთია, რომ რუსუდანის ეპოქაში ორგანიზებული მეფობის პირობებში ეს წინააღმდეგობა იქნებოდა ლეგენდარული, მაგრამ ეს წინააღმდეგობა უბრალოდ არ დახვდა გაუმართლად ძალიან მონღოლებს იმ პერიოდში. დიახ, აი მაგალითად ერთს ვიტყვი რა, აი თქვენ გქონდათ საუბარი ზუსტად მაგ პერიოდზეც, აი უფრო ადრეულ და განვითარებულ შუა საუკუნეების პერიოდზე და აი იქ ზუსტად აი გიორგი ლაშას მმართველობის პერიოდში, რუსუდანის მმართველობის პერიოდში, თუ შეიძლება რომ იმას მმართველობა დავარქვათ, ხო იყო, მაინც რასაკვირველია მონარქის სტატუსს ატარებდა. აი იმ დროს ზუსტად იმ პერიოდში მაინც აი ისტორიულ წყაროებში, აღმოსავლურ წყაროებში განსაკუთრებით, ხო ეს აღმოსავლელი ისტორიკოსები მაინც ქართველთა მხედრობას ასახელებენ როგორც უძლეველი ქართველთა ლაშქარი. ალბათ ეს გამოყოლილია იმ თამარის პერიოდის ის ბრწყინვალე გამარჯვებებიც, რომლებიც მოვიპოვეთ, აი რა დღის მარტო ეს დავასახელოთ ბასიანისა და შამქორის ბრძოლები, რომელიც იყო
უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იმ პერიოდში და ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ გიორგი ლაშას დროს პირველად შემოგვიღეს კარი მონღოლებმა, იმიტომ რომ ეს რაღაცა დაზვერვითი ლაშქრობები მოხდა კავკასიის ტერიტორიაზე და შემდეგ უკვე რუსუდანის პერიოდში იწყება ორი, ეს არის ერთი ხვარაზმი, რომელიც არის შეიძლება ითქვას გაცილებით უარესი იყო, უბრალოდ თვითონაც გასაჭირში იყო, თორე იქ რომ მონღოლები არ ყოფილიყვნენ, ალბათ ხვარაზმთან პირისპირ დარჩენა ეს კატასტროფა იქნებოდა და არანაკლებ ჩვენ ვნახეთ ორი სასტიკი, ასე ვთქვათ, შემოსევა მათი, იქ ვნახეთ თბილისის გადაწვის ამბავი, რომელიც თვითონ რუსუდანმა დაიწყო და სხვადასხვა და აი აქედან გადავდივართ უკვე ზუსტად აი მონღოლებიდან იმ უსასტიკეს დამპყრობელზე, აი სწორედ თემურზე, რომელიც ცდილობდა მთელი ძალებით რომ აღედგინა აი ჩინგის ყაენის მიერ შექმნილი იმხელა იმპერია. აი ლოგიკურად მივედით ახლა ჩვენ რაღაცა დიდ მაკროსურათის დახასიათებამდე. მოდი აღწეროთ ვინ არის თემურლენგი. როგორ მოხდა რომ ეს ადამიანი გახდა აი ამ შუა აზიის დიდი იმპერიის გამაერთიანებელი, გადაიბრალა ჩინგის ყაენის მემკვიდრეობა, იმიტომ რომ მისი მემკვიდრე ქალიშვილი შეერთო ცოლად და რა იყო მისი ასეთი წარმატების მიზეზი? თემურის დაბადების შესახებ ჩვენ გვაქვს ცნობები, ის დაიბადა 1336 წელს ბარლასიანთა ტომში დაიბადა და ფაქტობრივად ეხლა მის ახალგაზრდობაზე გვაქვს ცნობები მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რომ ის ძალიან ხშირად იცვლიდა ხოლმე პოლიტიკურ პოზიციას. ეხლა მოგვეხსენება, რომ 1335 წელს დაიშალა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფო, ეს არის ილხანთა საყაენო, ილხანთა სპარსეთი, რომელსაც საისწორეთ სათავე დაედო მე-13 საუკუნის 60-70-იან წლების პერიოდში ჩამოყალიბდა ჰულაგუ ყაენი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა იყო და ჩვენ ვიყავით მათ გავლენის ქვეშ. დიახ, აი განსაკუთრებით აი დემეტრე მეორე თავდადებულის ტრაგედია სწორედ ილხანებს უკავშირდება და სხვადასხვა. მეცაც გეტყვით, ჩვენ ვიღებდით მათ ლაშქრობებში მონაწილეობას, ხო, აი უკვე მაგალითად იქ 1258 წლის ბაღდადის აღება, იქ მამლუქების წინააღმდეგ 1260 წელს აიუნჯალუდთან, 1277 წელს ელბისთანთან, 1291-ში ხომსის ბრძოლებში. აი აქ ჩვენ ქართველები აქტიურად ვიღებდით მონაწილეობას, ამ დროს ჯერ კიდე ბახრელი მამლუქები იყვნენ იქ და რაც არ უნდა იყოს, ეს მამლუქთა სახელმწიფო მაინც ახლო აღმოსავლეთში ითვლებოდა. ეხლა რატო ვამბობ ამას? აი ცოტა მოგვიანებით თემურზე რო გადავალთ, იქაც ხდება თემურსა და მამლუქებს შორის დაპირისპირება და ეს მამლუქები მაინც ითვლებოდნენ აი ახლო აღმოსავლეთში წამყვან ძალად. აი მე-16 საუკუნემდე ასე რჩებოდა. იმიტომ რომ 1258 წელს ამ ილხანებმა რო აიღეს ეს ბაღდადი, ხალიფა გადაინაცვლებს უკვე მამლუქების ზეგავლენის ქვეშ გადადის უკვე. შესაბამისად ისლამის ისტორიაში პირველი რელიგიური და პოლიტიკური ფიგურა უკვე ჩვენ გვხვდება არა ბაღდადში, არამედ უკვე კაიროში და ეგვიპტის მამლუქთა სასულთნოში. აი რაც შეეხება 1335 წელს, როდესაც დაიშალა ეს ილხანთა სახელმწიფო, ეს არის ჩვენთან უკვე ცოტა გამოცოცხლების პერიოდი მონღოლების შემდეგ, ცოტა კი არა ძალიან, იმიტომ რომ მთელი დიპლომატიური აღზევება მოხდა, გიორგი მეხუთე ბრწყინვალე ჩაუდგა ჩვენ ქვეყანას სათავეში. ჩვენ ვიცით, რომ ორჯერ იყო გამეფებული საქართველოში, აი მეორე მეფობა უკვე საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები იყო ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში. და აი ზუსტად 1335 წელს იშლება ილხანები და რაღაც დამთხევს 1336 წელს ბარლასიანთა ტომში იბადება თემური, რომელიც როგორც გითხარით ახალგაზრდობაზე ჩვენ ვიცით ის რომ ის იყო შეიძლება ითქვას აი როგორც ევროპაში კონდოტიერები იყვნენ, აი რომელ მხარესაც უფრო მეც გადაუხდიდნენ, რომელ და ის იღებდა შუა აზიურ ტომების დაპირისპირებაში აქტიურად მონაწილეობდა. ყოფილა შემთხვევა რომ ერთი ბატონისთვის უთქვამს რომ ჯარი გამატანი დავამარცხებ მეორე და მე იმ ჯარით იმის ხარეს გადასულა, იმიტომ რომ ის უკეთეს პირობებს თავაზობდა. ხო, აი ზუსტად ასე გაითქვამან სახელი როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მხედართმთავარი, რაც არ უნდა სასტიკივე ეძახოთ, რაც არ უნდა სისხლისღვრელი, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხედართმთავრად ითვლება, მიუხედავად მისი უწიგნურობისა, როგორც ეძახიან, თუმცა შეიძლება მან თვითონ არ კითხულობდა, თვითონ არ, მაგრამ ის მას უკითხავდნენ, მან ძალიან
ბევრი რამე იცოდა და საკუთარ ბიბლიოთეკაზე ზრუნავდა, იმიტომ რომ აი რაღაცა ტერიტორიას რო დაიპყრობდა, იქ თუ კი სადმე შეხვდებოდა ეს ბიბლიოთეკა, წიგნები, ყველაფერს გაზიდავდა ხოლმე, ну მათ შორის არც ჩვენ ვართ გამონაკლისი სამწუხაროდ მთელი ისტორია დავკარგეთ ამის გამო. და ძალიან ბევრი რამე ხა ვინ იცის რამდენი მასალა გაბნეული, თუნდაც შუა აზიის არქივებში ირანის ტერიტორიაზე ხო იმას შეიძლება დაკარგულიც, შეიძლება ზოგი განადგურდა კიდეც, იმიტომ რომ ну ეხა თემურის მერე შიდა პოლიტიკური დაპირისპირებებიც იწყება სახელმწიფოში და სხვა. აი მაგალითად ძალიან საინტერესო ისტორია არის ის ფაქტი, რომ რაღაცა პერიოდში ეს თემური ხდება აი უფრო რაღაც ისეთი ძარცველი ბანდა ჩამოაყალიბა თავისი, როდესაც ის რჩება თანამდებობის გარეშე და ამ ძარცველი ბანდით ის სავაჭრო გზებს ესხმოდა თავს, თავისი მოწინააღმდეგე რო ვის პოლიტიკასაც არ ემხრობოდა, იმათ ქარავნებს ძარცვავდა. აი აქ ხა მის დაკოჭლებასთან დაკავშირებით სხვათა შორის აი სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ერთ-ერთი ასეთი ცნობილი ვერსია არის, რომ ის თავის რაზმთან ერთად აი მცხრებს იპარავდა ხოლმე ამ ფერმერებისგან და ну როგორ ჩანს ეთყობა დაუდარაჯდნენ და ერთ-ერთმა აი ამ პერიოდში ქუსლში ერთი ვერსიით და მეორე ვერსიით მუხლში ის არის გაარტყეს და იქიდან დაკოჭდა. არსებობს ასევე თქმულებები იმის თაობაზე, რომ როდესაც ის ახალგაზრდა იყო მის ოჯახში, მის ნათესავებს შეშურდათ და რაღაცა ერთ-ერთმა მისმა ახლო ნათესავმა მყესი დაუჭრა იმის გამო, რომ ის ძალიან სწრაფი ყოფილა ამ სირბილში და რაღაცა შურის მომენტიც ყოფილა. თუმცა ეს უფრო გავს ისეთ რაღაცა უფრო ლეგენდის ის არის. უფრო რეალურია, რომ სწორედ აი ის იმ შეტაკების პერიოდში ან რაღაცა ძარცვის პერიოდში ეს გლეხებთან რაღაცა უთანხმოება მოუვიდა და შესაბამისად იქ მიიღო ეს ჭრილობა. აი უკვე ცოტა მოგვიანო პერიოდში, უკვე აი 60-70-იან წლებში უკვე მას უჩნდება იმის სურვილი, რომ თუ კი ამდენ წარმატებას ესე ნაბიჯ ვაღწევ უკვე სახელმწიფო ჩამოაყალიბოს და დაებადა იმ ხელა ამბიცია, რომ მას უნდა ჩინგის ყაენის იმპერიის ჩამოყალიბება, რომელიც მოგეხსენებათ არის დაშლილი ნაწილებად. აი ილხანთა სახელმწიფო რო დაიშალა მაგალითად, მის ადგილზე წარმოიშვა უამრავი სპარსული, თურქული, ეგრეთ წოდებული სამთავროები, მათ შორის იყვნენ აი ცნობილი შავბატკნიანი და თეთრბატკნიანი თურქმანები, რომლებიც აი შემდგომ პერიოდში უკვე აქტიურ აი განსაკუთრებით აი საქართველოს დაშლის პერიოდში აქტიურ სამეზობლო პოლიტიკას ну ვიყავით რაღაც პერიოდში კავშირშიც, ვიყავით დაპირისპირებაშიც, არა მარტო ჩვენ ტრაპიზონსაც ეხებოდა ეს და აი ზუსტად ფაქტობრივად 1360 წლიდან უკვე თემური როგორც სახელმწიფოს რაღაცა დამფუძნებელი შუა აზიიდან ის აერთიანებს სხვადასხვა ტომებს, მან მოიწვია ყურულთაი, ეგრეთ წოდებული ეს სამხედრო საბჭო, სადაც შედიოდნენ მისი მომხრე სხვადასხვა ეს მომთაბარე ტომები იყვნენ, თუ ეს სახელმწიფოს ლიდერები, თუ ამირები, თუ სხვადასხვა და 1360 წლიდან მან უკვე დაიწყო იმ თავისი გეგმის განხორციელება, რაც უნდოდა. ჯერ შუა აზიური ნაწილები დაიპყრო და მერე უკვე ის შემოდის აი უკვე 70-იან 80-იან წლებში ის უკვე გადმოდის ირანის ტერიტორიაზე და შესაბამისად იწყებს ირანის ტერიტორიის დაპყრობას. ეხლა მისი მთავარი მოწინააღმდეგე აი ამ პოლიტიკურ ამბებში აღმოჩნდა ოქროს ურდოს მმართველი თოხთამიში, რომელიც ასევე იყო იმ იდეებით, რომ აი მასაც უნდა ამ ჩინგიზის იმპერიის აღდგენა. ეხლა ის პირდაპირ ნათესავი იყო თან ყველაფერს თავი დავანებო, თანამამლურად ეკუთვნოდა მონღოლთა ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს მმართველი იყო და რასაკვირველია თოხთამიშსაც ზუსტად ის ინტერესი ჰქონდა რაც თემურს. ამანაც ჯერ შუა აზია გააერთიანა და შემდგომ უკვე მიზანი იყო რომ ირანი უსათუოდ, იმიტომ რომ სანამ დაშლილი იყო ეს ილხანთა სახელმწიფო, იქ სხვადასხვა პატარ-პატარა პოლიტიკური ხა სად ერთიან სახელმწიფოს და ერთიან ძალას რო ებრძვიდა, სად კიდე იქ დაშლილ სახელმწიფოს, ხო? იქ ანატოლიაში ერეთნას ბეილიქი ჩამოყალიბდა. აქედაც სხვადასხვა ბეილიქები იგივე საბატონოები გაჩნდა ამ ირანის ტერიტორიაზე და აი თოხთამისაც იგივე უნდა და სწორედ აი ამ ეგრეთ წოდებული დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიის დაკავება, იქიდან რასაკვირველია გადასვლა ირანის ტერიტორიაზე და შემდეგ უკვე აი ესე წრიულად შეკრავდნენ რასაკვირველია მონღოლთა სახელმწიფოს. ამ ორი დიდი ფიგურის ესე ვთქვათ ის მონღოლი იყო და ამაზე ვთქვათ რომ იყო გათურქებული მონღოლი, როგორც არის ჩვენთვის ცნობილი, აი ზუსტად აი ინტერესები ეჯახება ერთმანეთს და თან ახლა თემურლენგთან დაკავშირებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ მას ხავდა ძირითადად რომლებიც მის ცხოვრებას აღწერენ და ამ ორივე ავტორს, რომელსაც ახლა დავასახელებ
დაწერილი აქვს ზაფერნამე, ანუ დაპყრობის წიგნი, ერთ ცოტა უფრო ადრე, ერთ ცოტა გვიან, მაგრამ სახელი ერთი და იგივეა. ეს არის ნიზამ ედ-딘 შამი, რომელიც არის მისი კარის ისტორიკოსი და მეორე არის ღიას-ედ-딘 ალი იეზდი, რომელიც ასევე წერს მის აი ამ ზაფერნამეს, სადაც გადმოცემულია თემურლენგის დაპყრობები. მათ შორის რასაკვირველია, საქართველოც არის მოხსენებული და არაერთხელ და იქ არის გარკვეული მიზეზები. ეხლა ვინაიდან ისინი არიან თემურის კარის ისტორიკოსები, არასანდოობას იწვევს რაღაც გარკვეულ საკითხებში, იმიტომ რომ ისინი უყურებენ მას როგორც თავიანთ აღმატებულ ლიდერს, რომ ის ყველაფერში მართალია და აქ იკვეთება მაგალითად აი თემურის დამოკიდებულება ისლამთან მიმართებაში, ხო? ეხლა ჩვენ ვიცით, რომ ის გაიძახდა და მისი ისტორიკოსებიც ამბობდნენ, რომ ესე ვთქვათ, აი ეს არის ისლამის სახელის გავრცელება უნდა ჯიჰადის ნიშნის ქვეშ იბრძვის, უნდა რომ რაღაცა ისლამის ენით ჩაიყვანოს, თუმცა ეს ყველაფერი არის ტიპიური პოლიტიკოსის, რომელიც ამოფარებულია ამ რელიგიას და სწორედ ეს აი იმ გარკვეულ მუსლიმურ ტომებს და მუსლიმურ ეხლა მის არმიაში ხო მთელი თურქმანული და ეს შუააზიური და სპარსული ტომები ჩედიოდნენ და აი სწორედ ამ რელიგიით ძალიან მარტივად იქვემდებარებდა ხოლმე. უფრო მარტივი იყო, ასე ვთქვათ, თემურისთვის აი რელიგიის ნიშნით გამარჯვება და თან ახლა ამ დროს როგორი პოლიტიკური ვითარება არის მსოფლიოში, ხო? იქ 100 წლიანი ომი მიმდინარეობს ევროპის ტერიტორიაზე, ევროპულ სახელმწიფოებს საერთოდ არც ძალიან მაგისთვის იქ საფრანგეთსა და ინგლისს შორის დიდი პირისპირება არის, აქეთ ეს აი სოფლიო კონტექსტში რო განვიხილოთ ეს თემა, აქეთ ოსმალთა ბეილიქი უკვე ნელ-ნელა სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, ეს ძალიან სერიოზულ ძალად გადაიქცა და ფაქტობრივად იყო ბიზანტიის იმპერია, თუ ამ იმპერიის გარაიმე დარჩა, ნუ კონსტანტინოპოლი შეიძლება ითქვას, ძალიან საფრთხეშია და სწორედ აი მაგაზეც გვექნება დღეს საუბარი, რომ აი თემურმა რამდენად გადაავადა, ასე ვთქვათ, კონსტანტინოპოლის აღება და შესაბამისად აი ამ პოლიტიკურ კონტექსტში ჩნდება თან ახლა ჩვენთ არ ხდება აი მე-14 საუკუნის ნუ გიორგი ბრწყინვალის პერიოდშიც იყო, მაგრამ როგორც ჩანს მე გამოიჩინა კიდევ კერები გაჩნდა ამ შავი ჭირის ეპიდემიის, რომელიც ახლა ორი რამე გვჭირდა იმ პერიოდში შეიძლება ითქვას, ეს არის ბუნებრივი შავი ჭირი, რომელიც იყო დაავადება და მეორე უკვე ადამიანის შავი ჭირი, რომელიც შემოვიდა ჩვენთან და ფაქტობრივად გონი იმაზე მეტი დაგვიშავა ვიდრე იმ დაავადებამ, რასაკვირველია და აი ამ პერიოდში უკვე საქართველოშიც მძიმე ვითარება გვხდება. იმ ერთი პერიოდი ხა დაუძლურებულია საზოგადოება, შავი ჭირის ეპიდემია, ხა როცა მსოფლიოში შავი ჭირის ეპიდემია იყო ხოლმე, ჩვენ ვიცით, რომ უფრო ყვითელ ზონაში ვიყავით მოქცეულები და ეხლა რატო ჩვენთან ეს მთიან ტერიტორიაზე დიდად ეს ვაჭრები იქ ხომ არ გადაადგილდებოდა, შესაბამისად ნაკლები იყო ამ შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელებაც, ბუნებრივია. ამიტომ აქ უფრო რაღაცა ყვითელი ზონა იყო. და აი ზუსტად 1360 წელს ხელისუფლების სათავეში ჩვენ ქვეყანაში მოდის ბაგრატ მეხუთე, რომელიც ფაქტობრივად პირველი აი ქართველი მეფეებიდან გამოცდის თავის თავზე, რას ნიშნავს თემურლენგისთან დაპირისპირება. და როგორც აღმოჩნდა, აი ამ ბაგრატს თოხთამიშთან ისე თქვა რაღაცა თითქოს საერთო ის გამონახეს, იმიტომ რომ არის გარკვეული ცნობები, აი თვითონ თემურლენგის ისტორიკოსებიც მაგას აბრალებენ, რომ თემურის ქართველ მეფეებთან ცუდი ურთიერთობა დამოკიდებული იყო ქართველი მეფეების კარგ ურთიერთობასთან ოქროს ურდოს. იგივე შემთხვევა მოხდა სხვათა შორის პარალელი რო გავავთ აი დემეტრე მეორესთან დაკავშირებით, ხო? იქ ილხანების წინააღმდეგ ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ ერთი მონღოლის წინააღმდეგ მეორე მონღოლურ სახელმწიფოს ცუდსა და უარეს შორის გაგვეკეთებინა რაღაც არჩევანი. და აი აქ ეს ხდება სწორედ ბაგრატ მეხუთის პერიოდშიც, რომ ის რაღაცა დაინახავს, რომ აქედან ეს ძლიერდება ირანის ტერიტორიაზე, ის თოხთამიში აპირებს მასთან დაპირისპირებას და ნუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, რომ აი როდესაც თოხთამიშმა 1385 წელს კავკასიაში გადმოდის და იქ ეგრეთ წოდებულ აი ამ დარუბანდის მხარეს და იმ რანის და აზერბაიჯანის მხარეში ლაშქრობს, აი ზუსტად ეს გახდა სავიზიტო ბარათი აი თემურლენგისთვის, რომ ის რაც შეიძლება სწრაფად შემოსულიყო კავკასიის ტერიტორიაზე და როგორც ესე ვთქვათ ოქროს ურდოს ლაშქრობაში მონაწილეებს, რასაკვირველია ჩვენც გვიჭირდება. და ალბათ აქ გიორგი მეხუთედან დაწყებულია უკვე დიდი ინერცია თავისუფლების, ინერცია იმისი, რომ არა ჩვენ იგივე დროში ვერ დავბრუნდებით.
პრაქტიკულად აი შეიძლება ითქვას ალბათ ქართული მეფეებისთვის, ქართული არისტოკრატიისთვის კოგნიტურად შეუთავსებელი გახადა ესე მოღოლურ მართლობაში დარჩენა. აი აქედან კიდევ ძალიან მარტივად ჟღერს ეს რომ მართლაც რომ გადახედავ ახლა ისტორიის წიგნს სულ რაღაც 8 წელი უნდა მოეთმინოთ. და რა კარგია ხო ახლა ვინმე რო იყოს მართლა ესეთი დროში მოგზაური კი 8 წელს ნამდვილად ყველა მოითმენდა მით უმეტეს მაგალითი ჰქონდათ დემეტრეს თავდადებულის ასე თქვა გმირობა პირადი თავმოყარეობის დათმობა ხალხის გადარჩენისთვის ეს სიამოვნებით ამას სიამოვნებით აიღებდნენ თავის თავზე ჩვენი მეფეები მაგრამ ეს ყო არ იცოდნენ რა თქმა უნდა ისინი მოქმედებდნენ იმ სწრაფად უნდა მიიღოთ მაშინ ეს პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებები იმიტომ რომ მაშინ ეს არ ითმენს ეს დამპყრობელი იმიტომ რომ ეს არის ადამიანი რომელიც ფაქტობრივად ეხა აი წარმოიდგინეთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა ხო რამდენი რამე გადაიტანა საქართველოს მაგრამ და ეხლა ამ დროს სხვა დიდი იმპერიები რომლებიც დაიშალნენ და ეს დიდი სახელმწიფოსგან დარჩენილი პატარ-პატარა სამთავროები იქნებოდა თუ სახელმწიფოები ერთი ხელის მოსმით შედიან თემურის სახელმწიფოში სხვათა შორის აი თემურის ისტორიკოსები შარაფედინ ალი იეზდი მაგალითად აი ამბობს რომ უყვარდა თუ ვინმე პირადად მივიდოდა და დაექვემდებარებოდა მას ნუ ამ შემთხვევაში შეიძლება არა მშვიდობიანად გადაივლიდა ყველაფერი და ის ჩაიწერებოდა თვითონ როგორც თემურის მსახური და მისი ჯარი თუ რაიმე ეყოლებოდა რასაკვირველია იმას თემურის ლაშქრობების ერთ-ერთ მონაწილედ ხო იმიტომ რომ იქ მერე ჩვენ ვხედავთ რომ ეს თურქმანული სხვადასხვა ტომის შენაერთები აი ეს ძალიან კარგად გამოჩნდა სხვათა შორის აი 1402 წლის ანკარას ბრძოლაში აი მანდაც რომ მივალთ იქ მარტო თემურის მისი მოკავშირეების არმიაც რასაკვირველია იქ იყო და შესაბამისად ინდოეთში კარგად გამოჩნდა ეს ყველაფერი ხო რაჯარი ყავდა წაყვანილი იქ თემურს და ასე შემდეგ ამიტომ როცა აქედან ვაფასებთ ხოლმე აი იმ პერიოდში მოღვაწე მეფეებს ხო აი ბაგრატ მეხუთეს და გიორგი მეშვიდეს ცოტა ფრთხილად იმიტომ რომ ეს ხდება ვის მიმართ ხდება ეს ყოველივე ხო ადამიანის რომელიცაც არ ესმის ეგრეთ წოდებული არც დანდობა არაფერი თუ დანდობა ესმის მაშინ უსათუოდ უნდა ისლამიზაცია მოხდეს უნდა ისლამი მიიღო და ეს არა მარტო თვითონ უნდა მიიღოს ისლამი არამედ საზოგადოებაც უნდა გამოსვლიდეს აი აქ არის მთავარი გადამწყვეტი ასე ვთქვათ მომენტი იმიტომ რომ აზერბაიჯანის მხარემ კი მიიღო ეს დათმობა რაღაც აირი და ეს ისა აი მორჩილება ერჩია მაგრამ მას აი ეს ღირებულებითი დათმობა არ უწევდა ეს წმინდა პოლიტიკური ასე ვთქვათ მოვლენა იყო ყველასთვის მტკივნეულია ეს მოვლენაშიც მონაწილეობა მაგრამ აქ არის აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე საუბარი თემურ ლენგი ქართველთა მიმართ ნებისმიერ შემთხვევაში დარჩებოდა ესეთი უნდობელი არასოდეს არ დაკმაყოფილდებოდა პოლიტიკური მორჩილებით ან პოლიტიკური მონაწილეობით და არის ალბათ ამ ადამიანში რაღაცა ცოტა ფსიქოპათიური არა უბრალოდ ესეთი რაღაცა პოლიტიკური რეალ პოლიტიკა ან პრაქტიკული პოლიტიკა რაღაცა ფსიქოპათიური არის და ძალიან ეს მომენტი შეიძლება ძალიან კერძო დეტალები ჩვენ არ ვიცით რომ მთელი ფსიქოლოგიური სურათი კონკრეტული დევიაცია გამოავლინოთ რა ჭირდა ამ ადამიანს მაგრამ მისი მეთოდები ნამდვილად არ არის ნორმალური. დიახ, აი რა თქმა უნდა, აი მაგალითად სპარსეთის დაპყრობის პერიოდში ხო იქ ისფაჰანი რო აიღო და ასე შემდეგ, იქ ციხის კედლები რო გაამაგრეს, ხო ის იქ თავისივე ისტორიკოსები წერენ და ის თვითმხილველები, აი სხვათა შორის კათოლიკურ სამყაროსთან არ ქონდა ცუდი დამოკიდებულება, იმიტომ რომ ეს კათოლიკური სამყარო მაინც ამ თემურს მიიჩნევდა იმ დროს ახლო აღმოსავლეთში მოძლიერებული მამლუქების და ოსმალების წინააღმდეგ ერთ-ერთ მთავარ იარაღად. შესაბამისად ისინი საერთო ენას ნახულობდნენ, ხო იქ ეხლა ევროპაში გაჩნდა პაპს გაუჩნდა იმის სურვილი რომ ეხლა იქ მამლუქები თუ დასუსტდებიან ჩვენ იქ შეგვიძლია რომ ის ჯვაროსნული სახელმწიფო ავადგინოთ იმ სირია-პალესტინის ნუ იქ ეხლა ყველას თავის ინტერესი ჰქონდა თუმცა რატომღაც ეს პაპი არ ითვალისწინებდა ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენას ხო რა დრო ჯვაროსნული სახელმწიფო შექმნა იყო ვინ უნდა წასულიყო იქ 100 წლიანი ომი მიმდინარეობს ერთმანეთს ხოცავს ნახევარი რასაკვირველია ნუ ეხლა ეს უფრო პაპის პირადი სურვილიდან არ უნდა გამოვიდეთ ჩვენ და გამოვიდეთ ემიდან რა ქვია პოლიტიკის საფრანგეთის მეფო არა მაგარია
საერთოდ კურიოზია. კი, ეს ფილიპე მეოთხე ლამაზის პრობლემაა უკვე და მისი შთამომავლობის და შესაბამისად ამ დროს ახლა როდესაც რომის პაპი გამოდის და იძახის რომ ჩვენ იქნებ ვეცადოთ აღვადგინოთ, რომ აღადგინო იმას ჯარი სჭირდება და რომელი ჯარი უნდა წავიდეს, ხო, სისხლისგან ცლიან ერთმანეთს ეს სახელმწიფოები მათ შორის. ამ დროს ახლა თან იქ იწყება არა დაწყებულია უკვე მე-8 საუკუნის პირველი ნახევრიდან და გრძელდება ესპანეთში საერთოდ რეკონკისტა მიმდინარეობს, იქ არაბულ ძალებს ებრძვიან, მთელი საუკუნეები იბრძვიან ამ არაბების წინააღმდეგ და ხედავთ რომ იმაზე უფრო გვიან მთავრდება რეკონკისტა, ვიდრე აქეთ 100 წლიანი ომი და იქით კონსტანტინოპოლის აღება და აქეთ თემური ხო უკვე რამდენი ხნის გარდაცვლილი იყო. აი მაგალითად ისპაჰანის მაგალითი რომ ჩვენ გვაქვს ცნობები, როდესაც მან ქალაქი აიღო, ქალაქის კედლებში ადამიანების ცოცხლად ჩაშენების, მაგალითად თავების მოკვეთის და ამ თავების ვიღაც იფიქრებს რომ ეს გაზვიადებულია რაღაც, მაგრამ ხარ რომ ან შეიძლება მისმა ისტორიკოსებმა იმიტომ დაწერეს რომ ის უფრო საზარელი გამოაჩინონ და უფრო ძლევამოსილი გამოაჩინონ, თუმცა აი მაგალითად ამ იმას აბათილებს მე-15 საუკუნის პირველ ნახევარში მამლუქების ტერიტორიაზე, კონკრეტულად სირიაში და უფრო კონკრეტულად დამასკოში ცხოვრები ასეთი იტალიელი ვაჭარი იყო ბერტრანდო დე მინიანელი, აი სხვათა შორის მან არის ერთი სტატია ამასთან დაკავშირებით. ეს ბერტრანდო დე მინიანელი იმდენად დაინტერესდა ამ თემურლენგით, რომ როდესაც ის ევროპაში დაბრუნდა, მან დაწერა 1410-1412 წლებში, უკვე თემური აღარ არის ცოცხალი, მაგრამ ამას ინფორმაცია ჰქონდა მოგროვებული და მან დაწერა ასეთი ნაშრომი ვიტა ტამერლანი, ანუ თემურლენგის ცხოვრება, ტამერლანის ცხოვრება. და აქ ის წერს, რომ როდესაც 1400 წელს თემური შემოიჭრა ამ მამლუქების ტერიტორიაზე და დამასკოსთან დაამარცხა ეს მამლუქთა სულტანიო, იქ ვინც კითხვით ჩაიგდო და დამასკოში რო შევიდა, თითო ჯარისკაცს დაავალა, რომ ერთ ჯარისკაცს ერთი დამასკოელის თავი უნდა მოეტანაო და თუ თავს არ მიუტანდნენ, იმ ჯარისკაცს საჭრიდნენ თავსო და აქ ახლა ზოგიერთმა ჯარისკაცმა რა გააკეთაო, ესე იგიო ერთმაო რამდენიმე კაცს მოაჭრა თავიო, თავისი მიუტანა და დანარჩენი თავები მიყიდაო თავის იმას. ესე ვთქვათ, იქ უკვე აი ეს ახლა ადამიანმა რო წარმოიდგინოს თვითონ ეს საზარელი მომენტი, ხო, ეს არის ურთულესი ფსიქოლოგიური ეს ახლა ამას რო სხვა უყურებს. ერთადერთი კათოლიკებს არ ახლო ხელიო, მაგრამ მეჩეთებში შეიყვანა ხალხი და მეჩეთებიც გადაწვაო. ესე იგი, ეს კიდე იმას აბათილებს, რომ ამ შემთხვევაში არც საზოგადოება დაინდო, არც რელიგიას მიაქცია საერთოდ ყურადღება და ნუ ასე შემდეგ. აი მაგალითად, პირველად ხო თემური ჩვენთან საქართველოში 1386 წელს მოვიდა. ეს ხდება აი ზუსტად თოხთამიშის კავკასიაში გადმოსვლიდან ერთ წელიწადში. იმიტომ რომ ამას უნდა რომ თავის ძალები აჩვენოს, რომ მარტო შენ კი არ გადმოდიხარ კავკასიის ტერიტორიაზე და იქ იმორჩილება. ახლა იქ მეც მოვდივარ და თან პირველი რასაკვირველია შემოვიდა ჩვენთან. 1386 წელი ეს არის პირდაპირ თბილისის აღება, ამ დროს მეფე ბაგრატ მე-5, რომელიც არის მართლაც დიდია, ეხლა შეიძლება გიორგი ბრწყინვალესავით მას არ შეხვდა რაღაცა ისეთი პერიოდი, ეხლა გიორგისთან შავ ჭირს თუ არ ჩავთვლით, დანარჩენი პერიოდი თითქმის სულ დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა გვიწევდა და აი იმ ჭრილობების მოშუშება, რომელიც იმ ორ მეფობას და მე საერთოდ მრავალ მეფობას მოჰყვა, ხო, აღმოსავლეთში მარტო რამდენი მეფე გვყავდა, ხო, ვახტანგის. ასე რომ აი ამ პერიოდში ბაგრატი მართლაც დიდი არის, იმიტომ რომ ის მას არ შეხვდა პოლიტიკურად, ესე ვთქვათ, პოლიტიკურობას არ საჭიროებდა მისი საქართველო. აი მისი საქართველო საჭიროებდა სამხედრო და რელიგიურ სიმტკიცეს. აი ეს ორივე ჰქონდა ამ ბაგრატმა ხუთეს და საიდან შეებრძოლა, წააგო თბილისი დავკარგეთ, აიღო თემურმა თბილისი და ნუ ალბათ რას უზამდა, ესე ვთქვათ, ქალაქს ჩვენ ყველას კარგად წარმოგვიდგენია, გადაწვა სხვათა შორის ცნობებიც გვაქვს, რომ სადაც მიდიოდა, თუ კი სადმე ტაძარს ნახულობდაო, ამ ყველა ტაძარს ანგრევდა და მე იმათ მეჩეთებად აკეთებდაო, ან აცხადებდა მეჩეთებად ყოველ შემთხვევაში. შეიძლება ეხა მინარეთის აშენება და ის ვერ მოესწროთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ დაიპყრობდა, როგორც ჩანს, ერთი ცნობა გვაქვს, რომ ანგრევდა და იმათ ადგილზე მეჩეთებს აშენებდა. ეს ცოტა უფრო მერე ლაშქრობები, აი ალბათ უფრო მე-6, მე-7, ყველაზე მძიმე პერიოდის ლაშქრობები რაც იყო. და ისტორიად ამ დროს ბაგრატი ტყვედ წაიყვანა ბაგრატი და სამარყანდისკენ მიმავალ გზაზე, ნუ თემურმა მოსთხოვა საქართველოს მეფეს, რომ უნდა მიიღო ისლამი, არა მარტო შენ, არამედ ჩვენმა ოჯახმა, ჩვენმა შვილებმა
და შესაბამისად იქ კონსტანტინე იყო, იქ გიორგი იყო და ეხლა რა უნდა გაეკეთებინა ბაგრატ მეხუთეს, ხო სხვა გზა არ იყო. ეხლა ზოგიერთი ისტორიკოსი ალბათ განსჯის, იმიტომ რომ მაინც მტკიცედ უნდა დარჩენილიყო თავის იმაზე, მტკიცედ რომ დარჩენილიყო დამერწმუნეთ, რომ საქართველოს მეფე 1386-ში აღარ ეყოლებოდა, იმიტომ რომ უსათუოდ მოკლავდა. ვახტანგ მეექვსესაც ქონდა რაღაცა მსგავსი დილემა და კი, ზუსტად იგივე და აი ზუსტად ბაგრატ მეხუთე, როდესაც აი ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ეხლა თან თემურს უნდა რომ დარწმუნდეს ბაგრატის აი რელიგიის შეცვლაში, რომ ამ კაცმა ნამდვილად შეიცვალა. აქ ჩდება ხოლმე შეკითხვები, რომ კი, მაგრამ ასე მარტივია ისლამის მიღება და ასე შემდეგ, უმარტივესია ისლამის მიღება, მთავარია გესწრებოდეს ორი მუსლიმი დამსწრე, შენ უნდა წარმოსთქვა ყურანიდან აი ეს ეგრეთ წოდებული ცნობილი ფრაზა, რომ არ არის ალაჰის გარდა სხვა ღმერთი და მუჰამადი მისი ერთადერთი მოციქულია. ამას თუ გესწრება ორი შემსწრე იქ ადგილობრივი, შენ უკვე მუსლიმად ითვლები ისლამური სამყაროს თვალში. და როდესაც ან მარტივი იყო გამოსლიმება ამის თქმა მინდა, როდესაც ბაგრატმა რასაკვირველია მოჩვენებითად მიიღო ეს ისლამი, მას 12000-იანი არმია გამოატანა თემურმა და დაავალა, რომ აი საქართველოს უნდა გაემუსლიმებინა. ეხლა ბაგრატი უპირველეს ყოვლის ამას არ გააკეთებდა, იმიტომ რომ მას რომ დაეწყო საქართველოს გამუსლიმება, ის პირველ რიგში დაკარგავდა საკუთარი ხალხის ნდობას, ის დაკარგავდა პატივისცემას და ბაგრატი როგორც სახელწოდება დიდი ჩვენამდე ასე შემორჩენილი არ იქნებოდა. ხო, ალბათ დავარქმევდით უფრო საჩინელ ზედმეტ სახელს, ხო? აი როგორც დაუთხანი მაგალითად ჩვენთვის ესეთ პიროვნებად ითვლება, ისე შევრაცხავდით ბაგრატსაც, თუმცა როდესაც ეს ბაგრატ მეხუთე მოუახლოვდა აი საქართველოს, იქ აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე, აი ეხლამდელი ეს ბერდუჯის უღელტეხილთან როდესაც მოვიდა, მან რაღაცნაირად მოახერხა თავის უფლისწულ მემკვიდრე გიორგის გააგებინა, რომ ბატონიშვილ გიორგის გააგებინა, რომ აი ხლა ბერდუჯის უღელტეხილთან რაღაცნაირად იქნებ მოკრიბო ძალები და აი 12000 კაცით მოვდივარ. ძალიან დიდი ციფრია, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თემურს არ ყავდა რაღაც ეს გაუწურთნელი არმია და ეს რაღაცა, ის მისი ჯარისკაცები მთელ ირანის დაპყრობაში და მთელ იმაში ხა წარმოიდგინეთ 1380 წელს დაასრულა, აი 80-დან 90 წლებში პატარ-პატარა აჯანყებები კი ხდებოდა ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ დაასრულა ირანის ტერიტორიის დაპყრობა. და მისი ჯარისკაცები არიან გამოცდილი აი ამ ლაშქრობებში და ხა იმათ ვისთან არ ომიათ, ხო? ერთადერთი ხა ამ ბერდუჯის 1386 წლის ეს ბერდუჯის უღელტეხილის ამბავში რა მოხდა? ნუ რასაკვირველი არ ელოდებოდნენ, ეს მოხდა მოულოდნელად, იმიტომ რომ ეს ჩასაფრება იყო. რასაკვირველია მამაშვილმა ეს 12000 კაციანი მხედრობა ამოჟლიტა და აი ზუსტად ეს გახდა. ეს არის ძალიან საინტერესო ისტორია, რომელსაც არ აქვს დეტალური ინფორმაცია. ალბათ შეიძლება უფრო რთული სამხედრო ოპერაცია ჩატარებული ვიდრე დიდგორის ბრძოლაში. რას ვამბობ ახლა? იმიტომ რომ 12000 მაყურებელს შეიძლება ესე რაღაცა მიჩვეულია, ეს რაღაცა ძალიან დიდ ციფრებს, მაგრამ აი თუნდაც დიდგორზე რა, დიახ, იმიტომ რომ ხომ ჩვეულები არიან 600, 1000, 400, ნუ ეს საზოგადოებას არ ისმის უკვე 6 ნიშნებია. 6 ნიშნები არის, რა ვიცი, ალბათ თუ ნაპოლეონის ეპოქის ციფრები და არა შუა საუკუნეების. და არა შუა საუკუნეების და თუ გავეცნობით მაგალითად ინგლისის ისტორიას და დანიელების, ანუ ვიკინგების ლაშქრობებს, სულ იყო 1000, 2000 კაციანი, 3000 კაციანი ლაშქრობები და აი საშინელ დღეში აგდებდნენ მთელი ინგლისი, მოკლედ საშინელ დღეში აგდებდნენ. 12000 კაციანი ლაშქრობა, ეს არის ძალიან ძლიერი, ასე ვთქვათ, სამხედრო უზრუნველყოფა. ახო გააჩნია ვინ მოდის? თან გააზრდილი იმ პერიოდში ალბათ ელიტური არმია, ხო? და დახოცო ესენი ისე რომ ჯერ როგორ გააგებინა გიორგი მეშვიდეს, ეს რაღაცა ძალიან რთულად წარმოსადგენი რამაა და მეფე ამ დახოცვის დროს, როცა მათ დაინახეს რომ ჩასაფრება მოუწყვეს და მეფე როგორ გადარჩა? აი ეს არის საინტერესო. როგორ არ მოკლეს მეფე? აი მაგალითად რომ ვივარაუდოთ ახლა მაგასთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო ფაქტია, იმიტომ რომ ახლა ბერდუჯის უღელტეხილზე გადიხარ და უცბად ეს ქართველთა ჩასაფრებული მხედრობა ხდება და ასე შემდეგ. ხო, ნუ ხა ფაქტია რომ ბაგრატი რასაკვირველია იმ თავის ქართველებთან ერთად ვინც თან ყავდა წაყვანილი, ხარ შეიცვლიდა და ნუ აბა როგორ ერთიანად დაესხმებოდნენ თავს. ან შეიძლება იყო კიდეც ის გათამაშება, რომ გადავალ ჯერ მე დავზვერავ და აი ეს ჩემები გამაყოლეთ მაგალითად ასე შემდეგ, ხო და
ნუ ეხა ის რაღაცა ან შეიძლება ყოფილიყო ის ფაქტიც მაგალითად რომ ან ეს ელჩის გაგზავნა აი შიკრიკის გაგზავნა გიორგისთან მოხდა ცოტა უფრო ისეთ პერიოდში როცა ესენი დაბანაკდნენ და ამან რაღაცნაირად მოახერხა ნუ უსათუოდ რომ ქართველი მიიტანდა გიორგისთან ამბავს ეს ფაქტია იმიტომ რომ ეხლა თემურის ჯარისკაც ვერ ეტყოდი რომ ეხლა წადი ჩემ შვილს უთხარი რომ ხვალ თქვენ უნდა დაგხოცონ ხო ამას ვერ ეტყოდი ამიტომ აი ეს ბერდუჯის უღელტეხილთან აი ეს თავდასხმა და ეს თემურის 12000 კაციანი რაზმის განადგურება ფაქტობრივად ეს იყო ძალიან მაგარი შეიძლება ითქვას სამხედრო ოპერაცია იყო ჩვეულებრივი 12000 ვერ გაწყდებოდა ერთ წუთში ხო ეს არის მრავალსაათიანი ოპერაცია რომ ესენი განადგურდნენ და მრავალსაათიან ოპერაციაში სამხედრო ოპერაციაში მეფე რომელიც მათ გარემოცვაში იყო გადარჩა და აბსოლუტურად ფილიგრანული უსუფთავესი შედეგი დაიდო. აი ეს არის ძალიან საინტერესო, მაგრამ ძალიან ცოტა ცნობები გვაქვს აი ძალიან როგორ მოხდა. ეს ისეთი პერიოდია, რომ აი ჩვენ ამასთან დაკავშირებით ბევრი ცნობები რო არ მოგვეპოვება. აი ეხლა ივანე ჯავახიშვილმა გვერდზე გაწია ფარსადან გორგიჯანიძის საქართველოს ცხოვრება. ფარსადანი ეს მე-17 საუკუნის მემატიანეა, რომელიც სეფიანთა სპარსეთის კარზე აი უკანასკნელ პერიოდში ცხოვრობდა, ამ სეფიანების უკანასკნელ პერიოდში ცხოვრობდა ირანში და მე ძალიან მიკვირს რომ აი რატო გაწია ივანე ჯავახიშვილმა მაგალითად მისი ეს საქართველოს ცხოვრება იმიტომ რომ ხა ფარსადანს შეიძლება ძალიან ბევრი რამე კი ბატონო ამ თავის თხზულებაში ეს საქართველოს ცხოვრებაში მოგონილია ბევრი რამე აი უფრო მე გულისხმობ ძველ პერიოდზე აი თამარზე მაგალითად და ასე შემდეგ თუმცა იქაც საინტერესო ამბებს გვაწვდის ეს ფარსადანი რომელიც ამაზე დაფიქრება ღირს ეხლა შეიძლება თვითონ წყარო არ ენახა მაგრამ ის მემატიანე იყო და იმანაც იფიქრა რომ სიტყვაზე ეს ორბელების აჯანყება ბაზი აქვს ძალიან საინტერესო მოსაზრება. ეხა ის პირდაპირ კი არ გვეუბნება, სადმე წავიკითხე, ის თავის მოსაზრებებსაც წერს იქ. და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტი ქართული ცნობა, აი იმ ეპოქის ქართული ცნობა ნანახი აქვს და გადმოცემული სწორედ ფარსადანს, იმიტომ რომ აი დეტალებში აქვს აღწერილი რაღაც გარკვეული საკითხები. აი მაგალითად, ეხა მან სპარსული ბუნებრივია ძალიან კარგად იცოდა, ის ირანში მოღვაწეობდა, მას ყველაზე მეტად მიუწვდებოდა ხელი იმ რაღაც თემურლენგის პერიოდის დოკუმენტებზე ხო? ეხლა როდესაც ის ამას წერს, ის არ იმოწმებს, რომ ეს აქედან ვნახე, ეს აქედან ვნახე და ეს აქედან ვნახე, ხო? რომელი მემატიანე იმოწმებს, რომ იმისგან წამოვიღე და ამისგან წამოვიღე, ხო? ის ადგება გვიყვება. არ იყო მაშინ აკადემიურ კულტურაში. რასაკვირველი და იმდენად ბევრი დამთხოვებია მე უკვე სხვა მემატიანეების, თუნდაც ევროპელი მემატიანეების, თუნდაც სხვა ქართველი, აი მაგალითად ბერი ეგნატაშვილის, აი გიორგიზია ყურადღება გამახვილებული, ხო? აი განსაკუთრებით მე-6 მე-7 ლაშქრობებზე მაქვს საუბარი. და სწორედ აი იქ იმდენად საინტერესო ცნობები აქვს ამ ფარსადანს, რომ ამის გვერდი, აი ფარსადან გორგიჯანიძის საქართველოს ცხოვრება, რომელიც ეხლა აი ზუსტად წელი აღარ მახსოვს, მაგრამ რამდენი 2 თუ 3 წლის წინ გამოიცა, სრული თხზულება გამოიცა სხვათა შორის. თავისი კომენტარებით და თავისი საძიებლებით გამოჩენილმა აღმოსავლეთ მცოდნემ პროფესორმა გიული ალასანიამ დაამუშავა აი ძალიან ფაქტობრივად პირველია ეს ეს ფარსადანის ასეთი ჩვენამდე ხა მანამდეც კი მუშაობდნენ ისტორიკოსები ეხებოდნენ ამ ფარსადანს მაგრამ ასეთი სრული დამუშავებით რომ ეს პირველია აი ახლა გამოიცა ქართლის ცხოვრების მესამე ტომი რომელსაც საზოგადოება ძალიან დიდხანს ველოდით შეიძლება ასე ვთქვათ და იქაც არის ფარსადანი, თუმცა ჯერ სამწუხაროდ ესე არ არის ცნობილი ჩვენთვის ამ წიგნის არ დაგვიჭერია ხელში ეს წიგნი რომ კარგად ჩავიხედოთ ჩიგნით რა ხდება და ბუნებრივია შედარება უნდა გავაკეთოთ ახლა ამ ცნობის იმ ცნობასთან და დავიცი იმედია განსხვავებებია აი ფარსადანი ზუსტად იმას ამბობს რომ აი ბერდუჯის უღელტეხილზე ეს ამბები რომ მოხდა აი სწორედ ამან გამოიწვია ის ფაქტი რომ ამის შემდეგ უფრო თან ახლა თემური უბრალო პოლიტიკური ფიგურა არ არის ის არის უსასტიკესი ახლო აღმოსავლელი დამპყრობელი რომელსაც აქვს თავისი თან მით უმეტეს რომ ესე ვთქვათ ისა დიდად არ გამოირჩევა განათლებით და ასე განათლებით გამოირჩევა წერა-კითხვის უცოდინარი კაცია მაგრამ რას ვიზამთ ეცნობოდა იქ ამბებს უკითხავდნენ ესეც ისმენდა და ბევრი ინფორმაციას ფლობდა რაც თვითონ სჭირდებოდა
და რას ამბობს ეხლა რომ აი ზუსტად 1387 წელს აი ამ ფაქტის გამო შემოვიდა ჩვენთან უკვე იმიტომ რომ ეხლა ამხელა დამპყრობელი ადამიანი პირველი დარჩა მოტყუებული მეორე მას ჯარი გაუნადგურეს ეხლა ელემენტარული თოხთამის იქ დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რანის და დარუბანდის მხარეში შესვლა არაპატია და ეხლა ხო წარმოგიდგენიათ რა საქართველოს რომელიც მისთვის იყო ის ფიქრობდა ასე ყოველ შემთხვევაში რომ ეს იყო პატარა სახელმწიფო რომელიც რას უბედა აი ეს არის რომ რა გაბედეს ამათმა და აი 1387 წლის ლაშქრობა ეს უკვე იყო აი არ ვიცი ფაქტობრივად შემოიჭრა ესე იგი ის აი ეს ქვემო ქართლის ტერიტორიის აოხრება მაგ პერიოდში მოხდა ზუსტად ამ დროს ხდება ზუსტად ის ფაქტი რომ ბაგრატ მეხუთე ძალიან ავად გამხდარა და შესაბამისად შეიძლება ითქვას რომ ქვეყნის ფაქტობრივი არაოფიციალურად ანუ არაკურთხეული მეფე ჯერჯერობით იყო ბატონიშვილი გიორგი რომელიც შემდგომში ადის ტახტზე აი მაგალითად უკვე შემდგომ პერიოდში ხა ჩვენ გვაქვს სახეზე 8 ლაშქრობა ხო ამხელა ისე ვთქვათ შემოსევა აი თემურის ხო არც ერთ სახელმწიფოს არ განუცდია მით უმეტეს რომ აი ჩვენ გვაქვს ცნობები თემურს რაღაცა პერიოდის შემდეგ აი ჩვენ ქვეყანაში რო ლაშქრობდა საკუთარმა მხედართა მთავრებმა ურჩობაც კი გაუბედეს რომ რა სამოგწყვიტე რაღა აქ გასანადგურებელი და დასარბევი იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ შემდეგ ის 1392-93 წლებში კიდე შემოვიდა, შემდეგ 94-95 წლებში კიდე შემოვიდა, შემდგომ რაღაცა პერიოდი შეიძლება ითქვას რომ დასვენება გქონდა ჩვენც, იმიტომ რომ თემური წავიდა და ინდოეთში ლაშქრობდა, საიდანაც მე 1399 წელს ისევ მოტრიალდა და აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ რატომღაც ბაგრატ მეხუთის გარდაცვალების თარიღი საქართველოს ისტორიაში არის ასე ცნობილი რომ ის გარდაიცვალა 1393-ში ან 1395-ში. თუმცა ამ ბოლო პერიოდში გამოვიდა ნაშრომი, აი ეს ბაგრატ მეხუთის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ნაშრომი და იქ იმდენად კარგად იქნა გაანალიზებული აი მისი გარდაცვალების ყველა თარიღი ის ივანე ჯავახიშვილი რაც ახლა ყველაზე მეტად მიღებული არის 1393 წელი. თუმცა რატო ჩათვალეს ახლა რომ ბაგრატი გარდაიცვალა 1393 წელს? იმიტომ რომ ზუსტად მაგ პერიოდში გიორგი გამეფდა. მაგრამ ჩვენა გვაქვს ცნობა რომ ბაგრატი ავადმყოფობის გამო ესე ვთქვათ ჩამოცილდა აი ამ პოლიტიკურ და დიპლომატიურ და სახელმწიფო საქმეებს და ეს ყველაფერი გადააბარა საკუთარი სიცოცხლეში ბაგრატმა გიორგის უწოდა. მესამე, მეოთხე და დანარჩენი ლაშქრობა უკვე გიორგი მეშვიდესთან. რასაკვირველია, პირველი ორი უკავშირდება მარტო ბაგრატ მეხუთეს, აი 1392-93 წელს უკვე საქართველოში გვხვდება გიორგი მეშვიდე უკვე როგორც მეფე. აი 92-ში უკვე როცა ბაგრატიც იმ მეცნიერების აზრით უკვე აი ივანე ჯავახიშვილიც ასე ფიქრობს და სხვა იქ ბაგრატი ცოცხალია. და ჩვენ ამ ბოლო პერიოდში აი ძალიან საინტერესო ამბები გამოჩნდა ისტორიაში და ბაგრატის გარდაცვალების თარიღის ვარაუდი ერთი ახალი ვარაუდი გამოჩნდა რომელიც აი დეტალურად გააზრების შედეგად სხვათა შორის გავიზიარე პირადად მეც გავიზიარე რომ ეს უნდა ყოფილიყო 1400 წელი. ეს აი აქ ფარსადანსა აქ ამაზე ზუსტად ძალიან საინტერესო ამბავი რომ როცა თემური მერე და მერე მოდის იქ ბაგრატს ახსენებს კიდე რა და ეხლა ვიღაც თავადი ბაგრატი რატო უნდა ეხსენებინა ხო ვინ თავად ბაგრატზეა საუბარი აქ არის საუბარი ბაგრატზე რომელიც თბილისში იყო ავადობდაო ესე იგი როგორი დამთხევაა ხო იქაც ბაგრატი უკვე დასნეულდა და შვილს გადააბარა ტახტი აქაც ავადმყოფ ასე ვთქვათ მეფეზეა საუბარი რომელიც 1400 წლიდან უკვე გიორგი მეშვიდემ ოფიციალურად დამოუკიდებლად გადაწყვიტა დაიწყო უკვე მეფობა. ესე იგი ეს რას ნიშნავს? რომ 1400 წელს გარდაცვლილა ბაგრატი და შემდეგ უკვე დამოუკიდებლად დაუწყია მეფობა გიორგი მეშვიდეს. ჩემი აზრით ისედაც დამოუკიდებელი მეფე იყო მაშინაც ისეც და ასეც. თუმცა მაინც ეს მეტყველებს იმაზე რომ მესამე და მეოთხე ლაშქრობებში მათ შორის 1400 წლამდე თახერის როცა შეიფას ეს ესე იგი მამის კურთხევითაც იყო ეს რახანის ცოცხალი იყო მამაც იგი პოლიტიკას იზიარებდა ეს რასაკვირველია ანუ ეს არისო მარტო გიორგი მეშვიდის დაუშვად ვიღაცა თუ ესე ხედავს ახირება ეს არის
თლიანად ქართული არისტოკრატიის რასაკვირველია, ბაგრატ მეხუთემ ხო გიორგი მეშვიდემდეც დაგვანახა მისი პოლიტიკური შეხედულება. ბაგრატს რო განსხვავებული შეხედულება ჰქონოდა, იმ ბერდუჯის უღელტეხილზე საერთოდ არაფერი მოხდებოდა და დაიწყებოდა დიდი ისლამიზაცია. რასაკვირველია, ის ეტყოდა რაღაცას მაინც მოიფიქრებდა, ან შესთავაზებდა, აი სუსტი რო ყოფილიყო მაგალითად სიტყვაზე და რო ყოფილიყო ისეთი რომ აი ომი არ მინდა და მოდი ახლა ამ ხალხს. აი ომი რო არ ყოფილიყო მაშინ და აი რაღაცნაირად რო არ დავტაკებოდით აი ამ უსასტიკეს დამყარებას, აი არ ვიცი ალბათ რა იქნებოდა იმ პერიოდში. ქვაზე ისედაც ხوار დატოვებდა და აი როგორც მე-17 საუკუნეში შაჰ-აბას ჰქონდა გეგმა რომ საქართველოს უკართველებოთ უნდა და აქ უნდა ჩამოესახლებინა მთელი სპარსული ტომები და პირიქით ჩვენ იქით გადავესახლებინეთ, ისედაც მე-5, მე-6, მე-7 ლაშქრობების პერიოდში საქართველოსთან თემურმა ძალიან დიდი რაოდენობით ქართველი გაიყვანა. ეს დაახლოებით 40-50,000 ადამიანთან არის კავშირში და ეს არის ქალები, ბავშვები, მოხუცები, დიდები, პატარები, ხო? იმას აღარ ვამბობ ხა ის თავისი ჩვეული სისასტიკით თავების მოკვეთა და იქ რაღაცა კოშკების აშენება, იმიტომ რომ მტრისთვის რაღაც ფსიქოლოგიური ტერორი, ესე ვთქვათ, ზიანი მიეყენებინა. ეს მისი ჩვეული ის არის სტრატეგია არის. ეს იგივე გააკეთა ირანშიც, იგივე გააკეთა მამლუქების წინააღმდეგაც, რატო არ გააკეთებდა ჩვენთანაც. თან მით უმეტეს ჩვენ ვიყავით ის სახელმწიფო, რომელიც თავს არ უხრის ამ ადამიანს. აი ეს არის ყველაზე ეს აცოფებს მაგას ზუსტად, რომ აი როგორ გაბედეს რომ ჯერ იქ 1387 წელს ეს გააკეთეს, მერე 92-93 წლებში როგორ შემებრძოლდნენ. იქ ნახჭევანთან მოხდა მერე გიორგი მე-7-ის. ნუ ეხლა მარცხდებით, მაგრამ ჩვენ ერთი რამეა, რომ გვამარცხებს, მაგრამ როგორც გიორგი მე-7 თემურთან წერილში აღნიშნავს, ჩვენ კი გვამარცხებს, მაგრამ არ ჩვენთან მიდის, არ ჩვენიდან მიდის მაინც და მაინც გამარჯვებული და დანაკარგების გარეშე. ამიტომ აი სწორედ როდესაც 1400 წელს ვასახელებთ, ეხლა თარაშია საქმე. ბაგრატ მე-5-ის საფლავის ქვის წარწერა ჩვენთვის ცნობილია, რომ არის 1400 წელს გაკეთებული. და ზოგადად მეფის გარდაცვალებიდან დიდ დროს არ ცილდებოდა ხოლმე. ყოველ შემთხვევაში 1 წელი, 2 წელი და 5 წელი საფლავის ქვის წარწერის გაკეთებას არ ჭირდებოდა, ძალიან მალევე ხდებოდა ხოლმე და ეხლა გიორგი რასაკვირველია, მამამისის გარდაცვალების შემდეგ რა შეუშლიდა ხელს, რომ მის ესე ვთქვათ მამის ესე ვთქვათ საფლავის ქვის წარწერა მალევე არ გაეკეთებინა. ასე რომ აი ამ ვარაუდებით ძალიან საინტერესო ის მივიღეთ, რომ აი ბაგრატის გარდაცვალების ახალი დასაბუთებული აღმოსავლური და აი გორგიჯანიძეზე 1400 წელიც არის შემოტანილი და ეგ უკვე ეხლა დანარჩენი მკვლევარებზეა უკვე ან გასცენ სხვა არგუმენტებით ამას პასუხი ან არა და მიიღონ და გაიზიარონ. მე პირადად გავიზიარე და აი ალბათ შემდეგ წელს ეს წიგნი ეხლა რომ გამოვეცე, ეს არის სტატიების კრებული უბრალოდ. აქ არ არის ჩემი ყველა სტატია, აქ არის 13 სტატია შეტანილი, ოღონდ არის ორენოვანი ქართულ და ინგლისურ ენაზე, იმიტომ რომ აი მე რატომღაც მინდა რომ ეს ტრადიცია დამკვიდრდეს. ძალიან ცოტა მეცნიერია, ვისაც თავისი სტატიების კრებული წიგნად გამოუცია და ერთი კონკრეტული მეცნიერი შრომები რო წიგნებად გამოდიოდეს და გაბნეული სტატიები ერთ წიგნადაც იყოს მაგალითად შეკრული, ხო? ეს ძალიან გაუადვილებს ისტორიკოსებს, მეცნიერებს იმ საქმეს, რომ აი ერთი კრებულში იქნება ყველაფერი თავმოყრილი და ჩაიხედება და იქვე ეს გაბნეული აღარ იქნება. და სწორედ აი ჩემი მომდევნო წიგნი, რომელიც ის პირდაპირ მონოგრაფია და იმაზე მართლა უკვე მე-6 წელი დაიწყო, რასაც ვაკეთებ და ჯერ კიდე ალბათ რომ გავხსნი ხოლმე კომპიუტერს, ვიხრო სადღაც წერტილი თუ არ დავსვი, არასდროს არ დამთავრდება ინფორმაციები და საინტერესო, ესე ვთქვათ, წყაროების მოძიება. ის პერიოდი არის ზუსტად სათაური ასეთია, საქართველოს და ახლო აღმოსავლეთის ისლამური ქვეყნების ურთიერთობები 1386-დან 1590 წლამდე. აი თემურიდან სვიმონის ჩათვლით. აი ზუსტად ის პერიოდი, რაზეც ჩვენ გვინდა რომ ვისაუბროთ და იქაც დეტალურად წყაროებზე გაანალიზებით, მე აი და ჩემი არგუმენტებით რასაკვირველია, მე თავისუფლად გავიზიარე ის ვერსია, რომ 1400 წელს შეიძლება ნამდვილად გარდაცვლილიყო ბაგრატი და ფარსადანი აი თემურის ცნობების ერთ-ერთი საუკეთესო და საინტერესო ამდენი ინფორმაცია თემურზე, ხო, არც ერთ სხვა მემატიანის ასე დალაგებულად არ აქვს, იმიტომ რომ იქ ქრონოლოგიურად მოყვება ეს ფარსადანი. აი სწორედ აქედან დადგინდა, რომ ეს 1400 წელია და თან ეს რომელი წელია? ყველაზე მძიმე ლაშქრობა, რაც კი მაგას ჩვენთან ჩაუტარებია. ეგ ლაშქრობა იყო ძალიან საინტერესო მიზეზით. ჯერ მანამდე აი გიორგი მე-7-ს ეს დაუდგრომელი მეფე, ნეტა როგორ გამოიყურებოდა რა ხასიათის ადამიანი იყო. ისარგებლა თემურის მოუცრელობიდან ნახიჭევანიდან თახერი, ანუ
უპლისწული თახერი გაათავისუფლა. თემური იმყოფება ამ დროს ინდოეთში. და როცა მოთხოვეს ინდოეთთან შეწყვეტა იმ ლაშქრობა, აქ მოვიდა. მოთხოვეს თახერი გადმომეციო და ისევ აი თანამედროვე პოლიტიკოსებს როგორ გავს. თანამედროვე პოლიტიკოსებს გავს ბჭყალებში. გიორგი თქვა რომ ეს არ არის ჩვენი ასე ვთქვათ ერის და ტრადიციის ღირსება რომ ჩვენთან გადმოხვეწილი თქვენ გადმოგცეთო. სწორია და აი ეხლა რა შეესაქმნა, აი როცა თემური ინდოეთში იმყოფებოდა, ამ დროს მოხდა ზუსტად ეს ქართველების შევარდნა, აი ესე ვთქვათ ჯალაირიანთა ტერიტორიაზე და გამოხსნა თახერ ჯალაირის უფლისწულის, რომელიც რომელსაც ის ტერიტორიები ეკუთვნოდა, თუმცა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იქ თემური ინდოეთში რო წავიდა, აქეთ არმია დატოვა თავისი, რომ ის ტერიტორიები თუ სადმე აჯანყება მოხდებოდა, ეხლა ირანში მოხდა აჯანყება მაგალითად, ხო, სამხრეთ ირანის ტერიტორიაზე იქ რამდენიმე აჯანყება მოხდა, რომელიც მისმა დატოვებულმა ჯარმა შესანიშნავად იქ გაართვეს თავი და აი ზუსტად იმ ჯარს უნდა მოეგვარებინა თახერ ჯალაირთან ის საქმე, რომ ესე იგი ეს ადამიანიც ცუდად იყო განწყობილი. ამას აღწერს სხვათაშორის ეს თომა მეწოფეც, ეს სომეხი ისტორიკოსი, რომელსაც აქ ისტორია თემურლენგისა და მისი შთამომავლებისა, იქ ცოტა ქრონოლოგიაში ურევს სომეხი მემატიანე იქ რაღაცა თითქოს ერთ წელს აკლებს ზოგან და ერთს ამატებს, ეს უბრალოდ დაკვირვება არის, თუმცა შინაარსობრივად ძალიან მარტივი მისახვედრია ქართულ და აღმოსავლურ წყაროებზე დაყრდნობით, რომ სად როგორი იმით უნდა დაალაგდეს ეს ქრონოლოგიით. და როდესაც ეს თემური ინდოეთში იმყოფება, იქ დელი აიღო მოგეხსენებათ, იქ რა გააკეთა ხო, როდესაც ეს გამოვიდნენ მასთან საბრძოლველად, იქ ეს მისი ძალიან ცნობილი სტრატეგიაა, რომ აქლემებზე თივები რო დაალაგა, იმიტომ რომ ინდოელებს წინა ხაზზე გამოყვანილი სპილოები ხავდათ, ხო, ეს ჯერ კიდევ უძველესი პერიოდიდან შორეული აღმოსავლეთი და ზოგადად აქეთაც აი ალექსანდრე მაკედონელის პერიოდში და აქემენიანთა სპარსეთი სპილოებს ხო იყენებდნენ ჩოვიდოთ სამხედრო თვალსაზრისით. იმათ ინდოელებს ეს სპილოები ხავდათ გამოყვანილი და ნუ ეხლა თემურმა გადაწყვიტა რომ ის სტრატეგიას მიემართა, რომ ეს სპილოები რომლებიც წინა ხაზზე ყავდათ იმათ დაყენებული მოტრიალებულიყვნენ და თავიანთივე ჯარისთვის გადაევლოთ, ასე ვთქვათ, ქაოსურად. ამიტომ აქლემებზე ეს თივები რო დაალაგებინა, გაუკიდეს ეს თივები და პირველი გაუშვეს აქლემები და ხამ სპილოებმა რო დაინახეს ეს ცეცხლ მოკიდებული, ეხლა მოგეხსენებათ ეს ცეცხლი აფრთხობს ცხოველებს, მოტრიალდნენ და გადაუარეს ამ თავის ჯარისკაცებს და ამ დროს მოხდა ზუსტად თემურის არმიის ბრწყინვალე შეტევა და აი ამ ქალაქ დელისთან აი ამ ადგილობრივი მმართველის არმიის გაწყვეტა, ასე რომ ის დელი აიღო სასტიკად გადაწვა იქაურობა და ნუ ეხლა მოარბია რასაკვირველია, თუმცა 1399 წელს მან მიიღო საკუთარი შვილის მირან შაჰმა გაუგზავნა მას ცნობა, რომ რას აკეთებ ინდოეთში, როცა აქეთ მამლუქებს სულთანი მოუკვდათ, 1399 წელს მამლუქებს სულთანი მოუკვდათ და ამ დროს ქვეყანა საქართველოშიც რას ბედავენ. აი ეს იგულისხმება სწორედ თახერ ჯალაირის გამოხსნა და საქართველოში მისი საპატიო სტუმრად წაყვანა. აი ზუსტად 1399 წელს როცა ის ბრუნდება, ნუ ეს ჩვენ ვიცით რომ რამდენჯერაც ის არ უნდა შემოსულიყო ჩვენთან, ხო? აი იქ მაგალითად ერთი საინტერესოა, იქ მე გოგჩის ტბასთან მოხდა ბრძოლა, სადაც გიორგი მეშვიდე დამარცხდა, თუმცა ეხლა თემურის მთავარი მისია იყო რომ გიორგი ჩაიგდო ხელში. ეს არის მთავარი მისია. გიორგის ხელში ჩაგდება, იგი მას ნიშნავს, რომ ესე იგი ქვეყანა ყავს უკვე ხელში ჩაგდებული. ასე რომ ძალიან საფრთხილო იყო თვითონ მეფის მდგომარეობა ამ შემთხვევაში. ვერც ერთხელ ვერ დაიჭირა. და აი სწორედ ეს იყო, რომ ან დაუსხლტებოდა ხოლმე, აი გოგჩის ტბასთან მაგალითად რომ მოხდა, ან დაუსხლტებოდა ხოლმე, ან არა და იქ მთიან ტერიტორიას შეეფარებოდნენ ხოლმე, ან საერთოდ დასავლეთ საქართველოში გადადიოდა. ეს დასავლეთი კიდე ჯერ კიდე არაბული პერიოდიდან ძალიან ცნობილი იყო იმ ფაქტით, რომ აი დასავლეთში მაინც და მაინც ეს ისლამური თუ არ ჩავთვლით იქ მურვანყროს და დანარჩენებს, ხო ისიც არ დარჩენილან იქ ლაშქრობა კი, მაგრამ აი ხო ლიხს იქით ამხარე, იმიტომ რომ იქ მალარია ემართებოდათ, არ იყვნენ მიჩვეული იმ რაღაცა ტენიან და იმ ნესტიან მხარეს და შესაბამისად არც ვერც ჩერდებოდნენ დიდხანს, იმიტომ რომ ახლა ამ ხელა ქვეყანას კონტროლი ჭირდება, ხო და აღმოსავლეთი უფრო კარგად იყო კონტროლირებადი. და აი ზუსტად ამ პერიოდში 1400 წელს უკვე როდესაც ის ჩვენთან მე-6-ად მოვიდა, თან ეს არის კიდევ ვიმეორებ მისი, ესე ვთქვათ, ყველაზე სასტიკი ლაშქრობა იმ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ნუ ასეა ცნობილი და ფაქტიც არის, შედეგებით თუ გავითვალისწინებთ.
რომ როდესაც ის შემოვიდა და დაიწყო აოხრება, ესე იგი ტაოს, ეხლა ზოგადად მისი ლაშქრობების შედეგად რამდენი ტერიტორია აოხრდა, ხო, ტაოს ტერიტორია აოხრა, ქვემო ქართლია აოხრა, იქ ზოგადად ზემო ქართლი თბილისი აიღო, იქ დასავლეთ საქართველოში ილაშქრა, იქ საერთოდ იმერეთში ილაშქრა და გელათის მონასტერი გადაწვა, ძალიან სასტიკი ლაშქრობა. აი ეს მე შეჯამება რომ გავუკეთო ეხლა მისა იმ ყველა ლაშქრობას, თუმცა აი 1400 წელი მეექვსე ლაშქრობა ის შემოვიდა ჩვენთან, დაიწყო აოხრება და რასაკვირველია, აი აქ უკვე ხდება რომ იქნებ გიორგისთან დიპლომატია დაიწყო და რატო ეხლა? ამ პერიოდში თემურს გარდა საქართველოსი ორი აღმოსავლური სახელმწიფო ჰყავდა მიზანში ამოღებული. ერთი ეს იყო ეგვიპტის მამლუქები, რომლებსაც ასე რომ ვთქვათ, შურისძიების სურვილიც კი ჰქონდა, იმიტომ რომ აი მე-13 საუკუნეში ქაიუნჯალუდთან იქ და იმ ბრძოლებში ხო მამლუქებმა ეს დაამარცხეს, ეს ილხანი მონღოლები და ეს თავს მიიჩნევს მონღოლების შთამომავლად და გამაერთიანებელი უნდა იყოს და აი სწორედ ამ ბევრი რამის ასე ვთქვათ მიზნით. ასევე იმ მიზნითაც შევიდა მამლუქებთან, რომ ეხლა მაგას ეჭვი ქონდა, რომ ეს ოსმალები და მამლუქები ერთ პირზე დადგებოდნენ, ანუ მის წინააღმდეგ და როცა თემური ანატოლიაში შეიჭრებოდა, ეს მამლუქები სამხრეთიდან მიეხმარებოდნენ ოსმალებს და ეშინოდა, რომ არ გაერთიანებულიყო ამ ორი ისლამური სახელმწიფოს, ძლიერი ისლამური სახელმწიფოს არმია. ეხლა ამ დროს ჯერ ოსმალეთი იმპერია არ არის, სახელმწიფოა ჩვეულებრივი იმპერია მერე კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ. და როდესაც აი 1400 წელს ჩვენთან მოვიდა, მას ეჩქარება. იქ მთელი ევროპული საზოგადოება უზის მაგას იქ ბანაკში, იქ ესპანეთიდან, იქ საფრანგეთიდან, იქ მთელი დიპლომატები არიან მასთან მისული და ეუბნებიან, რომ აი იქნებ ოსმალები, აი მათი მთავარი მიზანი, ხა თვითონ რომ ვერ ებრძვიან, ერთადერთი გამოსავალი ნახეს, რომ აი თემური რომელიც ახლო აღმოსავლეთში ანგრევს ყველაფერს, თან ისეთი დროშა დაამზადებინა ამ თემურმა, სადაც არის სამი სფერო, ესე სამკუთხედ ფორმად არის განლაგებული და ყველაზე გავრცელებული ვერსიით ეს არის მისი პრეტენზია სამ კონტინენტზე ბატონობის, ანუ ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, შორეული აზია და ეს მხარე და აი როდესაც ის შემოვიდა ჩვენთან 1400 წელს, მან დაიწყო დიპლომატიური მოლაპარაკებები გიორგისთან, იმიტომ რომ იქნებ ასე მაინც მოვახრევინო თავი, რომ რაღაცნაირად დათმობებზე წამოვიდეს. ოღონდ ამას თემურს უნდოდა, რომ გიორგი პირადად მასთან მისულიყო. ეს იყო რასაკვირველია, ესე ვთქვათ, ხაფანგი რო დავარქვათ, ეს იყო მახე, როდესაც გიორგი მასთან მივიდო და უსათუოდ ის მას ცოცხალს არ დატოვებდა, რაში სჭირდება მე უკვე მეფის ხარკი და ასე შემდეგ, თვითონ ადამიანი ეყოლებოდა დატყვევებული, რომელმაც სისხლი გაუშრო რა ფაქტობრივად ამდენი ხნის განმავლობაში. ვიმეორებ ის თუ ჩვენ ამას გვაკლებდა, არც გიორგი მე-7-ისგან მიდიოდნენ ეგენი უვნებელი, ხო? იქ პარტიზანულ ბრძოლებს ვეწეოდით და ძალიან სერიოზული დისციპლინა იყო, ხო? რაღაცა თურქმანული მას გამოვიჭერდით სადმე, მე ხდებოდა უკვე იქ ხოცვა-ჟლეტა. რაღაცა ბრძოლის უნარიანები მაინც ვიყავით ამ კუთხით. ხო, სამწუხაროდ აი ტექნოლოგიური უპირატესობა ჰქონდა კიდევ, ანუ აი თბილისის აღების დროს იქ, როდესაც ბაგრატი იყო გამაგრებული თბილისის ციხეში, ისტორიკოსი პირველად აღნიშნავს, რომ ზარბაზნები გამოიყენეს. აქ უნდა ისეთი საშუალებები, რომელიც ჩვენთვის უცნობი იყო და ამანაც მოახდინა ჩვენს. რასაკვირველია, ეხლა ზარბაზნები ცოტა ისეთი ნათქვამია, ხმამაღალი ნათქვამია, ეხლა ზარბაზანი თემურლენგთან, ამასთან დაკავშირებით სხვათა შორის სამხედრო ისტორიის სპეციალისტს, ისტორიის დოქტორს მამუკა წურწუმიას აქვს ძალიან საინტერესო ნაშრომი სამხედრო ისტორიის საკითხების პირველი ტომი აქვს გამოცემული და აი აქ არის ერთ-ერთი ასეთი თავი თემურლენგის აი ეს დანდარაზები ასეთი ეგრეთ წოდებული მხედრობა იყო, სადაც არის ამ ცეცხლსასროლ იარაღზე საუბარი. თუმცა ეს ზარბაზნის ტიპის იქ ევროპელი ავტორები სხვათა შორის არაერთი აღნიშნავს აი დიდი ეს ცეცხლსასროლ იარაღს, ვინც იკვლევს ამ ისლამურ სამყაროში, ამას თავიანთი მკვლევრები ხავს რასაკვირველია და ის იქიდან ერთ-ერთი აღნიშნავს, რომ აი ეგ იარაღიო უფრო ზარბაზანი კი არ იყო, უფრო ყუმბარების მსროლელი ის იყო რაღაც ესე ვთქვათ შეიარა მოწყობილობა და არა ქვემეხი. ქვემეხები თემურიანთა სახელმწიფოში გამოჩნდა, ოღონდ იმ დროს, როცა თემური ცოცხალი აღარ იყო. აი უფრო მე-15 საუკუნის იქით რა. თორე, ეხლა თბილისის აღებისთვის, არა მარტო თბილისი, იქ ბირთვისის ციხის ამბავია, აქ კიდევ ერთი საკითხი მის სამხედრო ბანაკში. აი ეს ალპინისტური გამოცდილების მქონე ჯარისკაცებიც ყავდა, რომლებსაც ძალიან კარგად ეხერხებოდა
და მაღალ კლდიან, მაღალ მთიან, მაღალ კედლებიან, ასე ვთქვათ, საფორტიფიკაციო ნაგებობებზე აძურებოდნენ და შემდგომში უკვე ხდებოდა გაღება რა. მაგალითად ბირთვისის ციხესთან დაკავშირებით ხო დაუშენდა იმას რა ქვია ქვემეხებს, არ დააძინა ლამის რამდენიმე დღის განმავლობაში ეს მეციხოვნეები და მე უცბად გაწყვეტა და ეს ერთ-ერთი მისი ცნობილი სტრატეგია იყო. რაღაცა ისინი იფიქრებდნენ, რომ ხო არ დავიძინოთ საგუშაგოზე დააყენებდნენ რამდენიმე, ამ დროს ეს რამდენიმე ალპინისტი აკეთებდა თავის საქმეს, აძრებოდნენ ციხეზე, რასაკვირველია, დახოცავდნენ ფხიზლები, ვინც იყვნენ, გაუღებდნენ კარებს და შესაბამისად აიღებდნენ იმ ციხეს იმაგრეს. თორე ბირთვისის ციხე, ვისაც ნუ ეხა ამჟამინდელი მდგომარეობას არ გულისხმობ, ვისაც წარმოდგენილი გვაქვს ეს ბირთვისი რამ სიმაღლეზეა და როგორი შეიძლება ყოფილიყოს, იმას ესე გაშლილობაზე შეტევით, მაგ ციხეს ვერ აიღებ. უსათუოდ შიგნიდან უნდა მოხდეს გაღება რა, სხვანაირად არ გამოვიდოდა მაგ ციხის აღება. თუმცა მან მოახერხა და უნდა ისევ იგივე ისტორიას გიორგი მეშვიდის დიპლომატიური შეთანხმების მცდელობა. დიახ, აი ზუსტად ამ პერიოდში, როდესაც თემურმა გადაწყვიტა, რომ გიორგი მოტყუები ჩაიყვანოს თავისთან და იქ ელჩი გაგზავნა, სადაც ჩამოუთვალა მთელი თავისი ტიტულები, სხვათა შორის ეს აღმოსავლურ ლიდერებს ახასიათებთ, იმიტომ რომ სანამ თავარ სათქმელამდე მივლენ, იქ რაღაცა მზის სადარი, ეს ხორასნის მმართველი რასაკვირველია, ნუ ჩვენთანაც იყო რასაკვირველი ეს ტიტული, მაგრამ იმათ უფრო ქალაქების ჩამოთვლაც უყვარდათ ხოლმე, ბაღდადის მმართველი, ისპაჰანის დამპყრობელი და ასე შემდეგ, უფრო მეტად აქცევდნენ ხოლმე ყურადღებას. და ბაღდადზე იმიტომ ამახვილებდა ყურადღებას, რომ იქ ხალიფა იჯდა ერთი პერიოდიდან, ეს ბაღდადი მაინც აბასიანთა სახალიფოს დედაქალაქი იყო და ამას ხასუს აი ხორასნის მმართველი, იქ რაღაცა ნახჭევანის, იქ რაღაცა აი ყველაფერს ჩამოთვლის მოკლედ ეს რაღაცა და აი გიორგისთანაც ესეთი წერილით მოვიდა და ეხლა გიორგის პასუხი იყო ძალიან ესეთი უარყოფითად შეხვდა მის ამ გადაწყვეტილებას. თან მით უმეტეს ამ წერილში ის ითხოვდა, აი ჩვენ წეგან ნახსენებ საპატიო სტუმარს, ეგრეთ წოდებულ თახერ ჯალაერს, რომელიც ქართველების ნამდვილად სტუმარი იყო და აი აქ გიორგის პასუხი იყო ჯერ ერთი ის, რომ შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი თემურს, ეს აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა იმის, რომ ამ მეფეს ფაქტობრივად შიშის გრძნობა არა აქ ამ ადამიანს, აი რომ დაუკვირდეთ ხო, იბრძვის ვის წინააღმდეგ, რომელმაც მთელი ახლო აღმოსავლეთი დაიქვემდება რა, იქ ქვეშ ყავდა მთელი ახლო აღმოსავლეთი ფაქტობრივად გაგებული და აი ამ გიორგი ეუბნება, რომ ვერც ერთხელო ამ ბრძოლის ველზეო ვერ შევხვდითო ჩვენ ერთმანეთსო, ეს გიორგი ეუბნება და თუ დიაცი არა ხარ და სეფექალი, ეხლა ამას რო თემურლენგს ეუბნები, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სიტყვებს რა მოყვება იმისთვისაც მზად ხარ. მაშინ მოდი ჩემთან და შევებათ ერთმანეთს და ხმალმა გაგვასწოროს, ხო, ეს ვიბრძოლოთ, ანუ ორთაბრძოლაში იწევს შეიძლება ითქვათ. თქვა, ან შენ თვითონ გამოუძეხი იმ შენს არმიას და შევხვდე ბრძოლის ველზე და ვერც ერთხელ ვერ გნახეო უთხრა რა, მარტო შენს მხედართმთავრებს აგზავნიო და აი აქ უკვე ხდება ის ფაქტი, რომ როგორც თემურის ისტორიკოსი წერს, ალიას დიოდა ბანაკს, როდესაც გიორგის წერილი ჩაუტანეს თემურს, ჩვენ ვიცით, რომ ის მეექვსე ლაშქრობის დროს სასტიკად მოარბევს აი ქვემო ქართლის და იქ სამცხის ნაწილს და გადადის დასავლეთ საქართველოში და ქვაზე არ დატოვებს, უამრავ ტყვეს წაიყვანს საქართველოდან, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც გახდა იძულებული, რომ გასულიყო ჩვენი ქვეყნიდან, იმიტომ რომ 1400 წელს ის პირველად შეიჭრა აღმოსავლეთ ანატოლიის ტერიტორიაზე და დაემუქრა ადგილობრივ ბეილიქებს, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ოსმალეთის სულთან ბაიაზედ პირველს. იმ პერიოდში ისიც ძალიან მაგარი სამხედრო ფიგურა იყო ახლო აღმოსავლეთის ისლამურ სამყაროში, იმიტომ რომ მაგერ კონსტანტინოპოლს ალყა შემოარტყა, ხო, ეს ბევრმა სულთანმა ვერ გაბედა, სულთიძე ჩამოსათვლელები არიან და ისინიც აი მაგალითად აი ეს 1402 წლის კონსტანტინოპოლის ალყა როგორ დამთავრდებოდა, აი ეს არავინ არ იცის, რომ არა თემურლენგი და მაინც დაამარცხა, სასწაულად აი ანკარის ბრძოლაზეც ისეთი საინტერესოა, აი მაგალითად სანამ ეს ანკარის ბრძოლა მოხდებოდა და თვითონ თემურის და ბაიაზედის დაპირისპირება ამ ანკარის ბრძოლაში, მანამდე თემურმა უბრალოდ აღმოსავლეთ ანატოლია მოარბია. იქ აღმოსავლეთ ანატოლიაში იყო ასეთი თურქმანული ტომები, შავბატკნიანი თურქმანები, რომელთა გამგებელიც იყო ყარა იუსუფი, უპრობლემოდ გადავიდა თემურის მხარეს, მივიდა თემურთან, მორჩილება აღუთქვა და თემურმაც ეს ყარა იუსუფს მიუბოძა აი ის თავისი ტერიტორია.
ტერიტორია ის აკონტროლებდა ეგრეთ წოდებულ დიარბაქირის აი პროვინციას და იქ იყავიო მან და ემირი და როცა დამჭირდები ჯარში გამოიყვან შენ შავბატკნიან თურქმანებს ამ დროს ახლა რა ხდება შავბატკნიან თურქმანებთან თემურის კარგი ურთიერთობა ტრაპიზონს ძალიან გამოადგა, იმიტომ რომ ყარა იუსუფს ცოლად ჰყავდა ტრაპიზონელი ქალი შესაბამისად შავბატკნიანებსა და ტრაპიზონს შორისაც რაღაცა დიპლომატიური მატრიმონიალური დიპლომატია შეიძლება იყოს ითქვას გაფორმებული და თანაც ამ ტრაპიზონსაც აწყობდა ასე ვთქვათ ოსმალეთის იმპერიის დასუსტება, იმიტომ რომ ბიზანტიის შემდეგ რიგში უკვე იყო ტრაპიზონი. ისეც მოხდა მერე მომავალში. ჯერ ბიზანტია იყო და შემდეგ ტრაპიზონი იყო პირველი სამიზნე ოსმალებისთვის. აი ახლა 1400 წელს აღარ გაუგრძელებია ეს ანატოლიაში შიგნით ლაშქრობა და პირდაპირ გადავიდა ასე ვთქვათ სირიის ტერიტორიაზე და აი აქ უკვე ჩვენ ხედავთ ალეპოს მორბევას და ალეპოს მორბევიდან უკვე ის მიემართება დამასკოსკენ. აი აქ 1400 წელს პირველად მოხდა შეტაკება თემურლენგსა და მამლუქთა სულტანს შორის და მამლუქთა სულტანი დამასკოსთან დამარცხდა. თემურმა დამასკო აიღო კიდე გაიმარჯვა. დამარცხება არა აქვს ამ ადამიანს. აი ვერ მარცხდება ეს ადამიანი. აი ვერ თან ეს მამლუქებიც ცოტა ისე სუსწრაფად მოიქცნენ ამ სულტანმა შეკრიბა სასწრაფოდ არმია შეკრიბა და გაემართა. ნუ ეხა ალბათ უფრო დიპლომატიური და სამხედრო სწორი იქნებოდა რომ რაღაც დაეცა და მოიყვანა ცოტა რაღაცა კი გადაწვავდა იქ დამასკოსაც იმასაც მაგრამ უფრო ორგანიზებული ჯარებით შეხვდებოდა ის ერთმანეთს არა აქ ერთი ძალიან საინტერესო ცნობა გვაქვს სხვათა შორის რომელიც მე სულ ეჭვს მიჩენდა ხოლმე რომ აი იქ ბრიტანიკაშიც და სხვადასხვა თუნდაც ქართული ისტორიოგრაფიაშიც ცნობილი არის რომ აი 1400 წელსო ჯვრის მონასტერი რომელიც იმყოფება იერუსალიმის გარეთ ჩვენ ვიცით რომ ის იერუსალიმში მდებარეობს მაგრამ ქალაქში არ არის გარეთ არის ეს ჯვრის მონასტერი გადაუწვალთო მუსლიმებს. ხო, ეს მუსლიმები ძალიან ორაზროვანი ინფორმაცია გახდა ჩემთვის, იმიტომ რომ ვინ მუსლიმებს, ან მუსლიმები არიან მამლუქებიც, რომლებსაც ვერანაირ საბაბს ვერ ხედავ, რომ იმ დროს ჯვრის მონასტერი გადაეწვათ, მაგ დროს ჯვრის მონასტერი ქართველების ხელშია და არა კათოლიკების. ხო, შეიძლება რომ გადაწვა, იმიტომ რომ კათოლიკები არიან იქ და ეს კათოლიკები თემურლენგს ტარს უკრავენ ამ ომის დროს, ხო? და გადაწვეს ეს ესე იგი ხარ მოხდა. ჩემი ვარაუდით, აი ხა ზუსტად მაგ საკითხზე ვმუშაობ და რაღაცა ისეთ არგუმენტებს, როდესაც აი საბოლოო თავს მოვუყრი, აი ხა თქვენთანაც ამ არგუმენტებით ვარ რასაკვირველია, ამ არგუმენტებით საუბრობ. 1400 წელს, როდესაც ამ თემურმა დაამარცხა მამლუქები დამასკოსთან, ეს დამასკო დაიკავა. ამაზე აი ეს იტალიელი ვაჭარი, ჩემს მიერ წეღან ნახსენები, ბერტრანდო დე მინიანელი გვაწვდის ცნობებს. სხვათა შორის ამ ვაჭარმა არაბული ძალიან კარგად იცოდა, იმიტომ რომ სულტანსო თავის ენაზე ველაპარაკებოდიო, იმასაც წერს იქ. რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მიღებული მეგობარი ვაჭარი იქნებოდა მამლუქთა სასულთნოზე ვიდრე სხვა დანარჩენები და როგორც ჩანს ეტყობა ეს სულტანი რომ დამარცხდა და უკან დახევა დაიწყო. აი თემურმა უკან დახეულ რაზმებს ეს თურქმენი ცხენოსნები გამოაყოლა როგორც ჩანს და ერთ-ერთმა მათგანმა იერუსალიმის გარეთ არსებული ტაძრები და შენობები რაც იყო ეტყობა იმათი დაწვა და დარბევა დაიწყეს. მათ შორის იყო როგორც ჩანს ჯვრის მონასტერი. და გაირკვა ვინ არიან ეს მუსლიმები საბოლოო ჯამში და ესენი ნამდვილად არ არიან მამლუქები, იმიტომ რომ ამ ჯვრის მონასტერზე ძალიან ბევრი მასალა არსებობს საქართველოს ქართულ ისტორიოგრაფიაში, აი თუნდაც ქალბატონი თამილამ გალობლიშვილის ნაშრომები, ბატონი პროფესორ გოჩა ჯაფარიძის ნაშრომები, რომელიც არის უნიკალური, აი განსაკუთრებით მისი მონოგრაფია ქართველთა სავანეები და სამონასტრო თემი წმინდა მიწაზე, რომელიც არის შეუდარებელი 25-ზე მეტ სამლოცველოზე გველაპარაკება, რომელსაც ქართველები აკონტროლებდნენ იერუსალიმის წმინდა მიწაზე ზოგადად. ხო ეს რამხელა საგანძურია ქართული ისტორიოგრაფიისთვის და ისტორიად იქ იმ ჯვრის მონასტრის ამბავში ეს 1400 წელი სულ მაინტერესებდა რომ არ არის არანაირად გარჩეული არც ერთი მეცნიერის მიერ და სულ მაინტერესდა რომ გადაწვეს ესე როგორ დარჩა უყურადღებოდ რომ თუკი ის დარბევა შეიტანეს ეს 1400 წელს რა მოხდა ნეტა და რო გადავხედე იმ დროს ზუსტად მიმდინარეობს კონფლიქტი ამ თემურსა და მამლუქებს შორის და ზუსტად ვის შეიძლება გადაეწვა დამასკოსთან დამარცხებულ უკან დახეულ მამლუქებს ის თემურლენგმა თურქმენი ტომები რაზმები გამოაყოლა და იერუსალიმი ვერ აიღეს იმათმა არც იყო მათი მიზანი იერუსალიმის აღება და იქ გარეშე მოარბიეს რა ეს ტერიტორია ამ მორბევაში შენი აზრით
კერძოდ ქართველოფობიური რეაქცია თუ ეს იყო ანუ უბრალოდ გარემოებათა დამთხოვა რამ გამომდინარე იქიდან რომ გარეუბანია ეს არის ის სივრცე რომელშიც აი ბრუტალიზმის გამოვლენის საშუალება და საჩვენებელი სისასტიკეა თუ აი მიზანმიმართულება ეხლა მე ჭვება იმ პერიოდში თემურს ეს ამბავი სოდნოდა რომ ჯვრის მონასტერი მაგალითად იმ პერიოდში მაგალითად ან ქართველების იყო ან სიტყვაზე ან სომხების ხო იმიტომ რომ ეგ ხო პერიოდულად გადადიოდა ხოლმე სხვადასხვა ეთნიკური რელიგიური საზოგადოების ხელში ასე რომ სულ რომ კარგი არ ყოფილიყო იმ მომენტში ქართველების მაგალითად და ყოფილიყო სომხების ხო მაინც მოარბევდა იმიტომ რომ ეს სომხები ამ კაცს ეს ცეცხლის მქებელ ვეშაპს ეძახის ეს თომა მეწოფეც იმიტომ რომ რამდენადაც არბევდა საქართველოს იმდენად არბევდა ზუსტად იმ სომხურ მიწებსაც რამდენჯერ შემოვიდა მაგალითად იქიდან ხო იქ საერთოდ ბანაკი დადგა ერთი პერიოდი ნუ ძალიან მძიმე როგორც ჩვენთვის იყო მძიმესი ისე იყო კავკასიის იმ ხალხებისთვის რომელიც არაფრით თავს არ უხრიდა ამ სასტიკდამყრობელს და სავარაუდოდ ალბათ უფრო ეს იყო რომ აი მამლუქთა ტერიტორიაზე უკვე რაც არსებობდა ამ იერუსალიმის გარეთ ეს ტერიტორიები ეს იერუსალიმიც რადგან ქრისტიანული ტაძარი იყო ნუ ეხლა ალბათ თვითონ თემური იქ არ ყოფილა თან ეს იყო მე ვამბობ მარბიელი ლაშქრობა და ეხლა მე ეჭვება რომ ის რომელიმე მხედართ თავარს თეოლოგიური ცოდნა ჰქონოდა რომ მაგალითად გაესხვავებინა ის ტაძარი მაგალითად მართლმადიდებლურია კათოლიკურია თუ სხვა მაგალითად სხვა და სხვა ასე რომ როგორც ჩანს ეს მოყვა რა ამ დარბევაში რომელიც ამ იერუსალიმის გარეთ მოხდა თვითონ ქალაქის აღება არა თვითონ ქალაქის აღება უკვე გართულდებოდა ამ დიპლომატიური მოლაპარაკების მიუხედავად თემური არის ზუსტად ისეთი ადამიანი რომელიც აი ამ შეთანხმებას არ იცავს მაინც ის თავს ესხმის ბირთვის ის ციხეს აი ამ მოლაპარაკების შემდეგ დაესხა თავს დიახ და მაინც ანუ ეს არ არის ის ადამიანი რომელთანაც აი ზუსტად ეს რიტორიკა რომ დათმობის შემდეგ იქნება გვერიდებინა არა დათმობის შემდეგ ის მაინც აი ამას ჩადის იმ მარტივი მიზეზის გამო აი ამ აგრესიას აი სულ ყველაფერს თავი დავანებოთ ორ მთავარ საკვანძო მიზანთან იკვეთება საქართველოს სახელმწიფოებრივი გეოპოლიტიკა ეს არის ჩრდილოეთის ანუ ოქროს ურდოს მიმართულება და აუცილებელია საქართველოს მორჩილება და პლუს ლოჯისტიკური მომარაგება და ეს მომარაგება მას არ ესმის ისე რომ მოდი რაღაც მომაწოდე ან ვიყიდი შენ ეს არის რა წაგართმევ ყოველთვის არის დართმევა დაპყრობა და მეორე ისევ ანუ დასავლეთის მიმართულება, ანატოლიის მიმართულება ისევ საქართველოსზე გადის ეს ლოჯისტიკური, ასე ვთქვათ, მტაცებლური პოლიტიკა. ორივე მიმართულებით როგორც არ უნდა შეუთანხმდე თემურ ლენგი მარაგების შევსებას იმ არტერიებისთვის, რომ ორივე გზა რომ გამართოს მაინც დააფუძნებს აგრესიას. ეგ არ გამორჩეულია. თან ნახეთ ამ ჩვენ ქვეყანაში საქართველოში მაინც იტოვებს იმას, რომ აი მოგვარბია, კიდევ ერთხელ დაგვასუსტა და მშვიდად არის, რომ აღარანაირი ესეთი ბერკეტები აღარ გვაქვს და ბრძოლის უნარიანები აღარ ვართ. ნუ ხა გიორგი და მისი პარტიზანული თავდასხმების გასაგებია, მაგრამ მე ვგულისხმობ გენერალურ ბრძოლებს. ხა გიორგი ნახჭევანთან დამარცხდა, გოგჩასთან დამარცხდა, ნუ იქ სხვა, ნუ მანამდე ბაგრატი კიდე, ხო? მშვიდად არის ხა ის, როდესაც მაგალითად მამლუქებთან მიდის, როდესაც ოსმალებთან მიდის, აი როგორც კიდე გამოდის ეგვიპტიდან, ეხლა აი ამის თქმა მინდა ზუსტად 1400 პირველ წელს ისტოვებს ეგვიპტის მამლუქთა ტერიტორიებს და გადმოდის გამოიზამთრებს ის ბაღდადში ბრუნდება და ბაღდადიდან უკვე ძალიან დიდი ლაშქრობით უკვე მე-7-ჯერ 1400 პირველ წელს წამოვა ჩვენთან. აი მე-7 ლაშქრობის შედეგი იყო უკვე ზუსტად ის ფაქტი, რომ ეს კაცი ემზადება, რომ უნდა შეიჭრას უკვე და სერიოზული დარტყმა მიაყენოს ოსმალეთის სულთანს, რომელიც თავის თავს ეძახის ისლამის სამყაროში ერთადერთ მბრძანებელს და ნუ მოკლედ აი იმაზე ძლიერი ვარ, ნუ როგორც ჩვევიათ ამ ოსმალებს სულთანს რაღაცა განდიდების მანიით, ხო? თან ახლა ბაეზიდი ხო უბრალოდ ფიგურა არ იყო, იმას იქ ჯვაროსნები ყავს დამარცხებული იქ კოსოვოს ბრძოლა მაგან დაამთავრა 1396 წლის ნიკოპოლისის ბრძოლა მოიგო, ხო? დიდი ფიგურაა ძალიან ეს ოსმალეთის ისტორიაში და მაგას ყველაში შეთუღურებს. ერთადერთი აი ვინც ამ ოსმალების წინააღმდეგ გამოდიოდნენ ხოლმე დაუკვირდეთ. დიდი სახელმწიფოები არა, უფრო პატარა სახელმწიფოები, იმიტომ რომ იმათ ემუქრებოდათ ეს საშიშროება. აი ლახეთი თუნდაც, უნგრეთი, სერბები და ქართველები. აი ყველა და ტრაპიზონი. პატარა სახელმწიფოები, ვისაც უფრო მეტად ემუქრება, თორე ხა იქ საფრანგეთს და ინგლისს არც ემუქრებოდათ, ასე ვთქვათ, იმ მომენტში ოსმალებისგან საფრთხე. მე-16 საუკუნე უკვე სხვა თემაა. და როდესაც აი თემური მე-7-ჯერ შემოდის უკვე ჩვენთან, ხო? აი თან მით უმეტეს აი მე-6
ლაშქრობა განსაკუთრებით იმით იყო მძიმე, რომ ის კახეთსაც ძალიან მძიმედ, კახეთსაც კი კახეთს შეეხო ძალიან მძიმედ. აი კახეთ ერეთის ნაწილს განსაკუთრებით. იმიტომ რომ ქვაქვაზე არ დატოვეს იმ ლაშქრობის დროს და მე-7-ჯერ რომ მოვიდა უკვე მამლუქებთან გამარჯვებული. თან ახლა ეს ადამიანი თავს რას უწოდებს? აი ჩვენ დასაწყისში ვახსენეთ, რომ ის მას ცოლად მოხავს ჩინგიზიანთა დინასტიის ქალიშვილი, ხო, იმათი ესე ვთქვათ შთამომავალი. აქედან გამომდინარე ის როგორც სიძე უკვე თავს აცხადებს როგორც ერთიანი მონღოლური სახელმწიფოს ჩამოყალიბება შემიძლიაო რა უკვე ამის უფლება აქვს და მან მიიღო საჰებ ყერანის თანამდებობა. ეს საჰებ ყერანი არის ბატონი ერთადერთი აი ვინც იმ პერიოდში სამყაროში უნდა ყოფილიყო ბატონ პატრონი. და ამდენი გამარჯვებების შემდეგ ის კიდევ უფრო დარწმუნებული არის საკუთარ ძალაში და ყველა გამარჯვება. აი თუნდაც წეგან თოხთამიში ვახსენეთ ჩვენ და ოქროს ურდო 1394 წელს ჩვენთან რო გამოილაშქრა 93-94 წელს 95-ში ჩვენიდან გადავიდა იმ ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე და საერთოდ იმათი დედაქალაქი სარაი ბერქე მოარბია. თოხთამიშმა რა გააკეთა? გაიქცა დასავლეთით, მერე ბრუნდება, თემურლენთან ისევ მარცხდება და საბოლოოდ იმის შესახებ ცნობები ქრება. და ეს ოქროს ურდოს ტერიტორიაზე და სხვათა შორის აი რუსულმა სამთავროებმა აი თემურლენგის შემოსევების შემდეგ მოახერხეს ზუსტად იმ დასუსტებული და დაკნინებული ოქროს ურდოს ასე ვთქვათ, ესე იგი იმ პერიოდში ხო ცუდი საქმე გაგვიკეთა და სამომავლო და ცუდი საქმე რუსებს გაუყვალა გზა. მერე რუსებს გაუყვალა გზა უკვე რომ მათ სახელმწიფო ჩამოეყალიბებინათ. თორე ხა ყველას გვახსოვს მოსკოვის სამთავრო და საერთოდ მოსკოვის ის მხარე რაც იყო. ერთი ჩვეულებრივი გაუბედურებული დაჭაობებული ადგილი, რომელსაც შემდეგში მიექცა ყურადღება. თავი დროზე მეფეც მოიწვიეს. ნუ ეს ხო საერთოდ აი არ ვიცი ესე იგი აი განსაკუთრებით ამ რუსული სამთავროებიდან ყველაზე ისეთი რა აი რაღაცა ხო ეს იყო რა ეს ყველაზე უკანასკნელი და აი სწორედ ამ თემურს უნდა უმადლოდნენ ისინი რომ შემდეგ წამოიწივნენ წინ და დაიწყეს ამ რაღაცა ანტიმონღოლური მოძრაობა. და რაც შეეხება ახლა მე-7 ლაშქრობა აი აქ უკვე წეგან რო ვახსენებ მისმა მხედართმთავრებმა ურჩობა გაუბედესო ესე იგი აღარაფერი აღარ არის ამ რა უნდა დაარბიოს იქ ეკლესია მონასტრები ამოძირკულ დარბეულია სოფლები აი თემურლენგის პერიოდში ჩდება ისეთი ტერმინები როგორიც არის ნასოფლარი, ნაქალაქარი, ნავენახარი, ნაფუძარი, ნაეკლესიარი, ნაციხარი ანუ აბსოლუტურად ყველაფერი აი ის რაც კი იყო ოღონდ წარსულში რასაკვირველია რომ იმ ტერიტორიაზე რაღაც იყო რამდენმა ციხესიმაგრემ ეკლესია მონასტერმა სოფელმა და დასახლებამ შეწყვიტა არსებობა თემურლენგის ლაშქრობების შემდეგ ისე რომ გაუკაცრიელდა არა მარტო ჩვენ ქვეყანაში სადაც ის შევიდა და რასაც ის შეეხო სადაც მას რაღაცა ელემენტარული წინაღობა შეხვდა აბსოლუტურად ყველგან ეს შედეგი გვაქვს მიღებული ეს უსასტიკესი მოპყრობა და შეიძლება ითქვას რომ აი ადამიანური რესურსის გაქრობა მათ შორის ჩვენ ქვეყანაში რამდენი ქართველი დაიღუპა რამდენი ქართველი გადასახლდა მაგალითად არა რამდენი კიდე იძულებული მაგის არმიაში იბრძოდა ხანვის წინააღმდეგ ხო და აი ზუსტად ჩვენთან რო შემოიჭრა მე-7 აი აქ უკვე ხდება მოლაპარაკება უკვე დიპლომატიური მოლაპარაკება სადაც თემურლენგი უკვე მოდის იმ დათმობაზე რომ გიორგის მასთან მისვლა უკვე სავალდებულო მისთვის აღარ არის მთავარია რომ გიორგის ავზე დათანხმდეს და ხარკი გადაიხადოს და ის ფაქტობრივად გიორგიმ აღიაროს რომ თემური არის ქრისტიანი ისე ვთქვათ თემური არის ესე ვთქვათ იმ ქვეყნის ბატონ პატრონი და ოღონდ გიორგი არის მისი ქვეშევრდომი ასე ვთქვათ საბოლოოდ შამქორის ზავი დაიდო მათ შორის და თემური მშვიდად გადადის ჩვენი ქვეყნიდან ანატოლიის ტერიტორიაზე და ზუსტად 1402 წელს ეს ცნობილი ანკარას იგივე ანგორას ბრძოლა ანკარიდან ჩრდილოეთით ანგორის მთებისკენ მოხდა ეს ბრძოლა და ოსმალებმა ძალიან ცუდი სტრატეგიული ადგილი აირჩიეს სხვათა შორის იქ მთიან ტერიტორიაზე ესე იგი უკან მთები ქონდა ცუნთიანი ტერიტორია ქონდა რომ რამე უკან დასახევით ძალიან რთული იყო და ამ ბრძოლაში მოხდა ის რომ ბაიაზედ პირველს თურქმანულმა ტომებმა უღალატეს და თემურის მხარეს გადმოვიდნენ და განსაკუთრებით მამაცურად იბრძოლეს თემურლენგის არმიაში მყოფმა მისმა შვილმა და შთამომავლებმა შახრუხმა და მირანშაჰმა ძალიან მაგრად იბრძოლა მარჯვენა ფლანგმა რომელზეც მას დაყენებული ყავდა ეგრეთ წოდებული ყარა იუსუფი შავბატკნიანი თურქმანების მმართველი ნუ მოკლედ ეს იყო ერთ-ერთი ესეთი გამანადგურებელი ბრძოლა ოსმალებისთვის და ძალიან დიდი საჩუქარი ევროპელებისთვის რომლებმაც სამწუხაროდ ეს ამბავი ვერ გამოიყენეს იმიტომ რომ ანგორას ბრძოლა
ოსმალების დამარცხებით დამთავრდა, სულტანი ტყვედ ჩავარდა და ფარსადან აქვს სხვათა შორის ამაზე ძალიან ისე ვთქვათ საინტერესო ცნობა, რომ თემური რო ბაიაზედთან მივიდაო ეს დატყვევა ბაიაზედთან, აიო გულმოდგინედ სიცილი აუტყდაო რა, რომ ესე იგიო მე კოჭულსო და შენ ბრმასო ალახმა ამხელა სამყარო გვარგუნაო და ეს ვერ გავიყავით. ეს გადაიხარხარა უკმამაღლაო რა, ეს ფარსადანი ამას წერს მათი შეხვედრის დროს. თუმცა ბაიაზედმა ვერ გაუძლო აი ესე ვთქვათ რაღაცა გალიაში ჩააგდო ამ თემურმა ატარა ეს ანატოლია და ამ თემურ რა გააკეთა მონღოლების ჩვეული სტრატეგია. მის შვილებს გაუნაწილა იმპერია. ერთ ევროპის ტერიტორია ერგო, მეორეს ანატოლიის ერთი ეს რაღაცა გარკვეული ბეილიქები, ზოგიერთმა ბეილიქმა საერთოდ დამოუკიდებლობა მოიპოვა და გამოვიდნენ ოსმალების ქვეშ შევდომობიდან და მოკლედ როგორც ჩვენთან გააკეთეს თავის დროზე ულუ და ნარინის ამბავს გულისხმობ, აი ზუსტად იგივე გააკეთეს იქაც დატოვეს მემკვიდრეები, რომლებიც მომავალში თვითონ დაჭამდნენ ერთმანეთს ტახტისთვის. ეგრეც მოხდა 1402 წლიდან 1413 წლამდე ოსმალეთის იმპერიაში მიმდინარეობდა ძმების სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ძმათა ომი. ერთადერთი ამით ვინც ისარგებლეს დროებით ეს იყო სერბები, აი ეს აღმოსავლურ ევროპული სახელმწიფოები და ასე შემდეგ. ოსმალეთიდან გამარჯვებული მერვეჯერ ისევ შემოვიდა საქართველოში და ამას უკვე ქონდა ძალიან საინტერესო მიზეზი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ გიორგის თემურლენგისთვის ხარკი არ გადაუხდია, არც აპირებდა ის არასდროს ამ ხარკის გადახდას, უბრალოდ ჩვენი მხრიდან, აი ჩვენი გადმოსახედიდან, ხო გიორგის გადმოსახედიდან ეს უბრალოდ იყო თემურთან გარკვეული შეთანხმების მიღწევა, რომ აი ამ ადამიანმა აჩვენა, რომ ისე ვთქვათ, დავზავდი და ეს ადამიანი ზავზე წამოვიდა. არავისთან ის ზავზე არ წასულა. პირველი სახელმწიფოა და პირველი მეფეა, ვისთანაც თემურლენგი მიდის და ამბობს, რომ იცი რა, მოდი ახლა ჯობია რომ დავზავდეთ. იმიტომ რომ მე მაქვს სხვა გეგმები და ამ სხვა გეგმების წყალობით გადაიდო კონსტანტინოპოლის აღება 51 წლით. 51 წლით გადაიდო კონსტანტინოპოლის. ანუ გიორგი იყო ამის მიზეზი. და გიორგი აი შემდგომ უკვე მერვე ლაშქრობა როდესაც ხდება, აი უკვე 1403 წელს ფაქტობრივად ეს იყო უკვე ფინალური ლაშქრობა საქართველოს ტერიტორიაზე, იმიტომ რომ თემურს მერე უკვე სულ სხვა გეგმა ჰქონდა, ის არ ივიწყებს იმ ფაქტს, რომ მან უნდა მონღოლების სახელმწიფო გააერთიანოს ისევ და შექმნას თავისი მეთაურობით ისეთი ყურულთაი, რომელიც გააკონტროლებს შორეულ აღმოსავლეთს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთს და ამიტომ მისი შემდეგი ნაბიჯები უკვე მისი შემდეგი პოლიტიკური და დამპყრობლური მზერა მიმართული იყო დიდი ყაენის სამფლობელოსკენ, სადაც რომელიც იყო ჩინეთის ტერიტორია. და ზუსტად აი იქ მიმავალ გზაზე თემური 1405 წელს გარდაიცვალა და საბოლოო ჯამში აი ქართველი მეფეების პოლიტიკური მდგომარეობა, რომ აი დავახასიათო ამ თემურთან დაკავშირებით, მე მაინც იმ აზრზე ვრჩები, აი გარკვეული ექსპერტებისა და მეცნიერების განსხვავებით, რომ არა ეს ორი მეფე, ბაგრატ მეხუთე და გიორგი მეშვიდე, ალბათ ამ ქვეყნის ისტორიის და ზოგადად ამ ქვეყნის გამუსლიმებისა და ზოგადად საქართველოს ისლამიზაციის ისტორია გაცილებით უფრო შორეულ და მძიმე, ასე ვთქვათ, ისტორიას შემოგვინახავდა ჩვენ და კაცმა არც რა იქნებოდა, რომ სიტყვაზე ეს ქვეყანა თემურლენგის იმპერიის შემადგენელი ნაწილი ყოფილიყო, რაც არასდროს არ მოხდა. ის დარბევა, რომელიც კი მძიმე იყო, თუმცა როგორც ჩანს, ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი იყო ის პოლიტიკა, რაც ბაგრატ მეხუთემ და გიორგი მეშვიდემ შეასრულეს აი ამ ქვეყანაში და ნამდვილად ორივე უდიდესი მეფეა და აი გიორგის მეშვიდეს შემდგომშიც მოუწია არა მარტო თემურლენგთან, აი მე როგორ შალბატკნიან თურქმანებთან. სამწუხაროდ ეგ მინდოდა მეკითხა. 1411 წელს გარდაიცვალა ჩვენი სახელოვანი მეფე და ესეთ მარბიელი ლაშქრობის დროს. ამაზე აი კონკრეტულად როგორ მოხდა ეს? აი შალბატკნიანი თურქმანები უკვე ხა თემური როდესაც 1405 წელს გარდაიცვალა, მის ნანგრევებზე მისმა შვილმა შაჰრუხმა მთელი ეს ტერიტორიები ვერ შეინარჩუნა, ეხა რაც მამამისმა დატოვა, იმიტომ რომ ეხა ის რადიკალურად განსხვავებული ფიგურა იყო მამისგან. და მან გადაწყვიტა ამ შაჰრუხმა, რომ რომელი ტერიტორიებიც აი ერაყის ტერიტორიაზე, მესოპოტამიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა, ყველაზე დაწინაურებული იყო ეს შალბატკნიანი და თურქმანული
თურქმანული ტომი, რომელსაც ეტყობოდა, რომ იქ თეთრბატკნიანებიც იყვნენ, მაგრამ ჯერჯერობით ამ შავბატკნიანებს ეტყობოდათ, რომ ეს სახელწოდება მოდის მათი დროშებიდან, იმიტომ რომ იმათ თეთრი ცხვარი ყავდათ გამოსახული ეს დროშაზე და ამიტომ თეთრბატკნიანები დაარქვეს და ამათ ალამზე შავი ის ჰქონდათ, რა ქვია, ცხვრის გამოსახულება და დაარქვეს შავბატკნიანი თურქმანები ამათ. ბაინდარის ტომიდან იყვნენ ესენი წარმოშობით და ამაზე ჩვენ გველაპარაკება აი იმ პერიოდის აი ზოგადად თეთრბატკნიანებისა და შავბატკნიანი თურქმანების მემატიანე აბუბექრ თეხრანი, რომელსაც აი დაწერილი აქვს სწორედ ეს მათი ისტორია და შესაბამისად იქ ვიგებთ აი სწორედ ის ამბავით ძალიან კარგად არის გადმოცემული ამ შავბატკნიან თურქმანებს რა უნდათ კავკასიის ტერიტორიაზე. ეს იყო ჩვეულებრივი მარბიელი ლაშქრობა, რომელიც რაღაც დაპყრობით ხასიათს არ ატარებდა. უბრალოდ ეს მიზანი იყო ქვეყნის პოლიტიკური დასუსტება, ეს იყო რომ რაღაცა სანამ თემურლენგის ლაშქრობები შავბატკნიანებს უნდათ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ ძალად წარმოქმნილიყვნენ, ხო? კონფედერაციულ სახელმწიფოდ გვევლინება გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისევე როგორც თეთრბატკნიანები. სხვადასხვა ბეილიქებს იერთებს და უკვე ხდება კონფედერაციული სახელმწიფო და ამ შავბატკნიანებს ამ ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე, რომლებსაც უნდათ ამ ტერიტორიების დაკავება, რაღაცა პერიოდი ამ შაჰრუხს ემორჩილებიან, მერე აუხტნენ, აუჯანყდნენ, სულ სხვა პოლიტიკური თამაში წამოიწყეს და საქართველოსთან რა ქონდათ ახლა? აი ეს თემურის მიყენებული ეს ჭრილობები ამ ქვეყანას რომ რაც შეიძლება სწრაფად არ მოეძლიერებინა, არ მოეშუშებინა, ახლა თემურის ლაშქრობების შედეგს ჩვენ ძალიან დიდი ხანი კიდევ ვიშუშებდით, ხო? იქ მარტო კონსტანტინე და იქ ალექსანდრე დიდი მარტო რადღირს, ხო, ეს ორი მეფე. აი გიორგი მეშვიდე და კონსტანტინე სხვათა შორის ესენი ორივენი შავბატკნიან თურქმანებთან დაიღუპნენ ბრძოლაში. აი ჩალაღანის ბრძოლაში რომ დაიღუპა გიორგი მეშვიდე, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესი ფაქტი, ტრაგედია საქართველოს ისტორიაში. აი შავბატკნიანი თურქმანების წინააღმდეგ. ეს შავბატკნიანებიდან მერე კიდე მოდიან თეთრბატკნიანები, იქ არის მაგალითად უზუ ჰასანის ლაშქრობები. შავბატკნიანებში კიდე ჯეჰანშაჰის ლაშქრობები არის 1440 და 1454 წლები, ეს უკვე ცოტა მოგვიანო პერიოდში ხდება, რასაკვირველია და ესეც ძალიან მძიმე იყო. თბილისი არ აუღია ხა ჯეჰანშაჰს, იქ თბილისის მიდამოები მოარბია, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ესეც ძალიან დიდი ტრაგედია არის. ნუ ფაქტობრივად მე-15 საუკუნე ეს არის ნგრევის, შემოსევებისა და ამ თურქმანული საზოგადოებასთან ჩვენი მძიმე დამოკიდებულება. მაგრამ ჩვენ აი აქედან მარტო ერთი გაკვეთილი უნდა გამოვუყოთ, რომ როცა ესეთი უმძიმესი გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ, ხო, ღირსება არის ალბათ კარგი მრჩეველი. კი, ნამდვილად. ღირსება არის კარგი მრჩეველი. იმიტომ რომ თუ არ არის ანუ ისეთი ნათელი კონკრეტული გამოსავალი რომ დავუშვათ, თავგანწირვა, თუნდაც თავის თავმცირება, რომელიც გადაარჩენს შენს მოყვას, ნამდვილად და ნამდვილებით არ მოგცემს შენი მოყვასის გადარჩენის საშუალებას, მაშინ ღირსება არის კარგი მრჩეველი. აი დემეტრეს შემთხვევაში თვალნათელი და კონკრეტული იყო, რომ ის თავგანწირვას აუცილებლად მოყვებოდა მოყვასის გადარჩენა, ანუ ქართველი ერის გადარჩენა და მან ეს გადაწყვიტა. აქ ეს პასუხი არ ქონდათ ამ მეფეებს, რომ მაგალითად მოდი მე თავს დავიმცირებ და გადავრჩები. თავს დაიმცირებ და მაინც ვერ გადარჩებ. აი ეს იქნებოდა უფრო ეცოცხლად. აი ამ ზუსტად ბაგრატმანს და გიორგიმაც ორივემ ძალიან კარგად იცოდა, რომ მათ უნდა ეცოცხლად, იმიტომ რომ მათ ხალხს ეცოცხლა შემდგომ პერიოდში. იმიტომ რომ აქ ხომ მემკვიდრეობაზეც არის საუბარი, არა? ეგ არის. აი დემეტრეს შემთხვევაში ახლა მე ვერ ვიტყვი რამდენად, ხა იქ სხვა ამბავი იყო, კონკრეტულად დემეტრეს წინააღმდეგ იყო არღუნყაენი ცუდად განწყობილი, თორე სხვა მეფე რომ მოსულიყო, იმის წინააღმდეგ ესე აღარ იქნებოდა. მოვიდნენ კიდეც და ნახეთ რაც მოხდა, ხო? საერთოდ ახლა იყო რამე მარბი, არაფერი არ ყოფილა, ეს დაისაჯა სიკვდილით, ძალიან მძიმე ვითარებაში წამების შედეგად რასაკვირველია და იქ მე უკვე აღმოსავლეთ საქართველოში იქ დავით ნარინის ხაზით გაგრძელდა დასავლეთით, აღმოსავლეთში კიდე ამათი იმით ულუს ხაზით, ხო? ამიტომ იმის დემეტრეს უკაცრავად დემეტრეს ხაზით და აი ზუსტად ეგ არის, იქ კონკრეტულ პირზე იყო საუბარი. აქ თელ ქვეყანას ემუქრება ეს თემა. აქ სხვანაირად იდგა საქმე და აქ ამ შემთხვევაში ასეთ რთულ ვითარებაში მე მგონი მათ აირჩიეს მრჩევლად ღირსება და არ ვიცი ჩვენც გვაქვს რაღაცა ეს არჩევანი თანამედროვე რეალობაში და მე მგონი აი ამ ჩვენი წინაპრების მაგალითით რაღაცები უნდა ვიხემძღვანელოთ.
რასაკვირველი არა მარტო ჩვენ, არამედ ზოგადად აი მსოფლიოს პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს დაუნგრეველი იმპერიები რა, ყველა იმპერია აუცილებლად დაინგრევა, მით უმეტეს ბოროტი სულის იმპერია როცა ხარ და ფაქტობრივად რაღაცა თვითგანადგურებისკენაც გაქვს მიდრეკილება, რომ აი ყველას ებრძვიდა, ყველაფერს ებრძვიდა, ფაქტობრივად აი ამ მწვანე სამყაროში წითლად ანათებდა რაღაც გინდა რომ სულ ყველას ავნო და ასე შემდეგ, ხო? აი აბსოლუტურად ჩვენ გვაქვს ისტორიაში ძალიან ბევრი ფაქტი იმისა, რომ პატარა სახელმწიფოები გაერთიანებულან რაღაცა პატარა სახელმწიფოს მოუხერხებია დიდი თავდამსხმელის დამარცხება და არც 21 საუკუნეში არ არის ეგ სხვათა შორის ძალიან რთული ჩვენ თავზე გამოვცადეთ, იმიტომ ჩვენ თავზე გამოვცდით ყველაზე დიდ აი თემურლენგიც ხო გავიარეთ, მანამდე არაბები გავიარეთ, სელჩუკები გავიარეთ, მონღოლები გავიარეთ, ხვარაზმიც გამოვიარეთ, ხო აი ჩამოვედით სპარსელობაც გამოვიარეთ, ეს ყიზილბაშური პერიოდი, ოსმალობაც ხო გამოვიარეთ. აი ეს უმძიმესი პერიოდი ერთად რო ავიღოთ. ალბათ ის ჩვენ ხო გადავლახეთ. აი გადავლახეთ კიდევ ყველაზე დიდი, ეხა იმათან რელიგიური განსხვავებები მაინც ქონდა აი ჩვენ ქვეყანას და რუსეთის იმპერიასთან, არც მე დავარქვი რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოს, თუ შეიძლება რომ მაგათ სახელმწიფო ეწოდოთ მათთან, ჩვენ როგორც ერთმორწმუნეებთან რასაკვირველია ჩვენ ამის ხო, არა, ეს ერთმორწმუნეობა ძალიან რთული მიმართულებით მივყავართ ჩვენ. ყველა იმპერიას ბოლოს აუცილებლად ძიმე შედეგი ექნება, განსაკუთრებით იმ იმპერიას, რომელსაც მეგობრები არსოს, რომელსაც სურს დაქვემდებარებული ტერორის ქვეშ მყოფი საზოგადოება. ასე რომ, რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ ოდესღაც აი ეს ისტორიული სამართალია რა, ეს უნდა აუცილებლად დაინგრეს ეს იმპერიები და ესეც დაინგრევა უსათხოვოდ. ესეც დაინგრევა და აი ეს ქართველებიდან დაწყებული ის ყველა მართლმადიდებელი საზოგადოების ის რაღაცა ის ძიმე მუხტი რაც წავა იქითკენ ხო აი ეს რასაკვირველია იქნება აი ზეიმი იმ ადამიანების ვინც აი სხვათა შორის ეს კრებული რო გამოვეცე ეს კრებული სამი მიძღვნა გავაკეთე რომ ერთი ეძღვნება პაპის ხსოვნას მეორე ჩემს ოჯახს რომლის გარეშეც არ იქნებოდა რასაკვირველია ეს ციგნი და მესამე რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ და გმირ მეომრებს ეძღვნება ეს კრებული მათ ხსოვნას ცოცხალ და გარდაცვლილი მეომრების ასე რომ იყიდება ეს სახელმწიფო არა ჯერ არ იყიდება თუმცა ძალიან მალე ჩაეშვება გაყიდვაში აი ხლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს გარკვეულ იმასთან მაღაზიებთან და ასე შემდეგ და ყველაფერი იქნება ცნობილი ჩემს პირად Facebook გვერდზეც ალბათ მე გავრცელდება კიდეც თვითონ მაღაზიების იმით ასე რომ ჯერჯერობით მხოლოდ ესე სასაჩუქრეები გვაქვს და რა ვიცი დიდი სიხარულით გადმოგეცით და დიდი მადლობა პატივია ჩემთვის მეგობრებო ძალიან საინტერესო და ძალიან სიღრმისეულად ვისაუბრეთ თავად დარწმუნდით რომ ეპოქის ექსპერტი ყავს და მე ძალიან ვისიამოვნე შენთან გადაცემის წაყვანით და მეგობრებო ჩვენ შევხვდებით ჩვენ შევთანხმდით რომ ამ ურთულეს პერიოდს ესე სიღრმისეულად გავაანალიზებთ და დაგველოდეთ აუცილებლად უახლოეს მომავალში ისევ დაგებრუნდებით. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა გაიხარეთ, ორმესი მადლობა. მე ერთ სიტყვი კიდევ იმას რომ ამ საკითხებზე ხა ჩვენ რასაკვირველია ვითვალისწინებთ მაყურებლის ინტერესებსაც, ხა თვითონ წყაროთ მცოდნეობით ჩაშლას და ასე შემდეგ, ნუ ჩვენ ვერ დავიწყებდით, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ რესურსზე და დროზე გადის, ასე რომ რაღაცა ვფიქრობ რომ მე მგონი აი ეს მონახაზი რაც საჭირო იყო რომ ჩვენ უნდა გვეთქვათ თქვით და ორმესი მადლობა თქვენ ამისთვის რომ მომეცა ასე ღიად თქვენს აუდიტორიასთან, თქვენს დიდ აუდიტორიასთან აი ეს საკითხები, ჩვენი ქვეყნის უმძიმესი ისტორიის საკითხები ასე გადმოგვეცა და გვესაუბრა. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მადლობა. მეგობრებო, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.